მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გაგრილის პოდკასტის მეორე ეპიზოდი და დღეს ჩემი სტუმარი იქნება ზურაბ ფარჯიანი, ჩემი მეგობარი, კარგი ადამიანი. დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება ოკუპირებული ტერიტორიები პირველ რიგში და მეორე თემას უკვე შემდეგ განვიხილავთ. იქიდან გამომდინარე, ხა ზურა შენ სოხუმიდან ახარ, მე გაგრიდან ავარ. ორივე სვანები ვართ საბოლოო ჯამში, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილია, მით უმეტეს შენთვის, მე დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი. დიდი ტკივილია ჩემთვისაც და მოდი დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში ამ თემით. შემდეგ გადავალთ კიდე სხვა რაღაცეებზეც. ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ აფხაზეთში განსაკუთრებით არის ძალიან დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია. გულისხმობ იმას, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი გადადგა, იმიტომ რომ იყო საპროტესტო გამოსვლები და ასევე ამ ვიდეოს, ამ პოდკასტის ჩაწერისდან წინა დღეს პარლამენტში, დე-ფაქტო პარლამენტში მოხდა ესე რა ქვია, დაცხრილო არა, ერთმანეთი დაცხრილეს რეალურად და ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ერთი დეპუტატი დე-ფაქტო და მეორე საავადმყოფოშია. რეალურად რა შეგვიძლია ვთქვათ, მოდი აქედან დავიწყოთ, რა პოლიტიკური ვითარებაა ახლა აფხაზეთში, ჩვენ რა შეგვიძლია ამ მომენტში გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდე არ ვაღიარებთ და არც ვაპირებთ, რომ ვაღიაროთ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მხრივ და ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელახალ არჩევნებს მივაღწიოთ. აი ამ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში მივუდგეთ აფხაზეთს ოპტიმალური მდგომარეობა. გასაგებია, პირველ რიგში რა, თავად ვერას თქვით, ჩვენი პრობლემები გვაქვს, თან აი ზუსტად ეხა ამ მომენტში, რომელიც და სიტუაცია, რომელიც შეიქმნა 26 ოქტომბრის მერე და რომელიც ლოგიკური გაგრძელებაც იყო ის მოვლენები, რაც დატრიალდა ბოლო 21 დღის განმავლობაში, ხო? ვთქვათ. ან შესაბამისად, სამწუხაროდ ჩვენ ამ ეტაპზე უბრალოდ არც კი ცალია აფხაზეთს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რაღაცას თეორიულად ვიმშელოთ და პლუს ყველა სამწუხარო ის არის, რომ თუნდაც რომ ეს მოვლენები რაც აფხაზეთში ხდება განვითარებული იყო პირობითად 26 ოქტომბრამდე ყოფილიყო პირობითად დაახლოებით 26 მაისი თუ მარტი რეალურად არაფერი არ შეიცვლებოდა და იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ არის არაკომპეტენტური და მოდის პირდაპირ ვთქვათ აზრზე რა ხდება აფხაზეთში. არც აინტერესებს რა ხდება აფხაზეთში და ის ადამიანები რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში აზრზე არიან რა ხდება აფხაზეთში უბრალოდ არიან დაახლოებით საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე და ასე ვთქვათ რაღაც გადამწყვეტი სიტყვა სამწუხაროდ არის. ვიცნობ ეგეთ ადამიანებს საჯარო სამსახურში მაგრამ ვიცი რომ მათი ხელმძღვანელობა ტოპ მენეჯმენტი უბრალოდ ან არაკომპეტენტურია, ან საერთოდ დაინტერესებული და ასე შემდეგ. შესაბამისად, აფხაზეთში რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო ამით საქართველოს სამწუხაროდ ვერ ისარგებლებს. კიდე ფუჭი დაპირებები იყო ძალიან ბევრი საარჩევნო პერიოდში, გემახსოვრება შენ რაღაც აი მინიშნებები აფხაზეთის დაბრუნებაზე, სამხრეთ ოსეთის და ასე შემდეგ, რაც აი თავიდან ბოლომდე აი როგორც ფასო ფული იყო და როგორც ვთქვათ, ხო აბსურდი საქართველოს იყო, ხო ანუ ქართულს ხო რასაკეთებს რა, ან ერთი ტყუილი რო თავის დროს მოჭამს, მე ეს ამ ტყუილის უბრალოდ მიჩქმულას ცდილობენ და არა ჩვენ ეს რო დისკვით გვქონს რა გარეჯი საქართველოს პირობითად ან ჩვენ არ დაგპირები ვარ და უფასო ფულს თუ ასე შემდეგ ხო და მე უკვე რაღაც ახალი ტყუილი შემოდის ავანსცენაზე შესაბამისად აფხაზეთის საკითხაც ეცდებიან რომ აი მიაფუჩეთ ჩვენ რაღაც ხნის მერე და თქვენ რომ არა ჩვენ უბრალოდ დაგპირდით რომ ვეცდებოდით მაგრამ ჩვენ არ დაგპირდით მოგვარებას როცა რეალურად რაც შტაბის შექმნასაც ცდილობდნენ რომ აი ჩვენ მოგვეცით საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენ რაღაც ხონჩით მოგიტანთ აფხაზეთს. თუმცა აფხაზეთი არანაირი. ალბათ ხონჩით არ დაბრუნდებოდა ამათ ხელში. ჩაგერთვები. ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება მაგათ თვითმიზანი ისედაც ჰქონდათ
ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ არ გამოუვიდათ მიუხედავად გაყალბებისა რა. ანუ მე როგორც მივხვდი ახლა, მაგათ საბოლოო ჯამში უნდათ ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინათ, ნუ ამითი ლეგიტიმაცია ქონოდათ, ლეგიტიმაცია ბრჭყალებში რა თქმა უნდა ქონოდათ იმისი, რომ სიტყვაზე იგივე შებრძოლებოდნენ ამ რაღაცა ჰიპოთეტურ გლობალურ ომის პარტიას და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და ამასთანავე საკონსტიტუციო ცვლილებებით ელაპარაკათ სიტყვაზე კონფედერაციაზე და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ გაყალბების მიუხედავად არ გამოუვიდათ ეს, ნუ ჩემი აზრით. მოდი დავიწყოთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ოღონდ ლეგიტიმაციის პირობებში, რა თქმა უნდა, თუკი რაღაც წესიერად ჩარტარებული არჩევნები, სადაც ფარულობის პრინციპი არ იქნებოდა დარღვეული, სადაც ერთი ადამიანი 30 ჯერ არ მისცემდა სხვა უბანზე ხმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივია კონსტიტუციური უმრავლესობა გაცილებით მეტ ბერკეტს მისცემდა მათ და ბერკეტს მისცემს ნებისმიერ პარტიას, რომ რაღაც ქვეყანა მოიჭრათ მათ თარგზე. მართალია ხა 12 წლის განმავლობაში ჭრიან და კერავანის როგორც უნდათ, მაგრამ ნუ არ იტყოდნენ ხა ამაზე უარს. მაგრამ აქ მეორე მომენტია რა, რაც ძალიან ბევრს ეპარება და აქ სამწუხაროდ არის რა მომენტი, რომ ძალიან ცოტა პროცენტულად რო ავიღოთ, რამდენი პროცენტი ჩვენი მოსახლეობის არის ღრმად ჩახედული აფხაზეთის თემებში, აინტერესებს იმდენად, რომ აი ერკვეოდეს იქ რა ხდება, ხო? ანუ მე საგარეო საქმეთა სამინისტროში მაგალითად მქონდა ეგეთი შემთხვევა, კოლეგას ვკითხე, რომ აი აფხაზებთან ეგრეთ წოდებული people to people contacts რაც არის, ხო? ანუ ადამიანური კონტაქტების გაზრდა, მეთქი აი რას მოველით რა? საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მე ხა მართლა სოხუმელი ვარ, სოხუმი კარგად მახსოვს, ჩემი რაღაც სკოლა, ეზო, ყველაფერი, ნუ პლუს სოფელი ჭუბურხინში ქონდა რა, პირველივე სოფელი, რო შედიხარ აფხაზეთში რა, და აფხაზეთი ძალიან ჩემია და ან იმდან კარგად მახსოვს ყველაფერი, ხო, რომ რაღაც შემიძლია შენზე ოდნა უფრო მეტად ვლაპარაკო. ხო, რა თქმა უნდა, კი, რა, შენ გაგროვებას კი არ ვარყოფ, უბრალოდ შენ მესმის ხოლმე განაპირობებს თუნდაც. და როცა ვკითხე ჩემ კოლეგას, რომ აი რა არის ამის საბოლოო მიზანი, ხო? ნუ ვიღებ პასუხს, რომ აი იცი რა ზურა, ჩვენ ამით მივაღწევთ იმას, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტები გაიზრდება და ეს დიდი ნაბიჯი იქნება შერიგების გზაზე. და ეხლა საქმე რაშია, რომ მამაჩემს ყავდა აფხაზის საძმაკაცო, ისევე როგორც ყავდა, რავი, ჩვეულებრივ არა აფხაზის საძმაკაცო. ხო, ანუ ჩვენ სოხუმს რაც შეეხება, რა, ჩვენ ძალიან გადაკვეთილი ვიყავით. ჩვენ არამედ პრობლემა ადამიანური კონტაქტების იქ არ ყოფილა. რა? ჩვენ ვიყავით ერთმანეთის ნათლიები, ერთმანეთის, რავი, ოჯახები იქნებოდა ერთობლივი და ასე შემდეგ. რა? როდესაც მამაჩემს დაჭირვებია, რავი, თავის აფხაზ ძმაკაც ჩაუყანევარ სოხუმიდან დრანდაში. დრანდაში ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები და ფშაფში რა, ჩოფლიანები. ხო და ანუ შესაბამისად ხშირ შემთხვევაში ჩვენთან პოლიტიკას ვინც ახორციელებენ რა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა, არიან ადამიანები, რომელთაც რეალურად არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რა ხდებოდა აფხაზეთში და რა ხდება. და ეს როცა საჯარო უწყებაში ხდება, რომელიც პასუხისმგებელია ამ მიმართულებაზე, ანუ მე ვკითხე იმ ადამიანს, რომელიც ამაზე იყო პასუხისმგებელი, ხო, მე ხო არ მეკითხავ სიტყვაზე ამერიკის დეპარტამენტიდან ჩემი კოლეგისათვის, რა და როდესაც ის იმ სახელმწიფო უწყებებშიც კი დაახლოებით მსგავსი ცოდნა აფხაზეთის შესახებ, ხო, შენ ხა ზოგად მოსახლეობაზე რა უნდა თქვა, ან რა თქვა, ამ შესაბამისად ზოგადად ჩვენს მოსახლეობას აქვს არასწორი წარმოდგენა. მაგალითად არასწორი წარმოდგენა არის ის, რომ იქ ჩვენ რაღაც ეს ხელგაშილი გველის აფხაზური ოპოზიცია თუ აფხაზური პოზიცია. მაგრამ ეს ცალსახად აბსურდი არის, უბრალოდ ამ შემთხვევაში. ანუ კონფედერაცია ამიტომ იქნებოდა სისულელე ნებისმიერი ოპოზიცია წავიდოდა კონფედერაციის წინააღმდეგ აფხაზეთში და ნებისმიერ მთავრობას სურვილის შემთხვევაშიც კი ძალიან შეეშინდებოდა ამ საკითხს. არა, რომც არ წასულიყვნენ იდეაში რეალურად წინააღმდეგ ოპოზიცია, იქაური ოპოზიცია, დე-ფაქტო ოპოზიცია იქნება თუ რაც გინდა დავარქვათ ამ შემთხვევაში. კონფედერაცია თავის მხრივ მოიაზრებს სეცესიის უფლებას და ნუ ეხა სეცესიის უფლება როცა აქვს. სეცესიის. სეცესიის. ბოდიში, ხო. ხო, გამოყოფის უფლებას რა, ამას გულისხმობ. ანუ კონფედერაცია არის
სამი კონფედერაციის შემთხვევაში იქნება სამი თანაბარი სუბიექტი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ანუ სამი სახელმწიფოს კავშირი, ანუ შენ იმის სახელმწიფოებრივობას აღიარებ, მაგრამ ზუსტად მუღამი ესე ვთქვათ, ის არის, რომ ამაზეც კი არ იქნებიან ისინი თანახმად. რა, განსხვავებით სამხრეთ ოსეთისა. მაგრამ მე იმას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ ამაზე თანახმა შეიძლება იმ მომენტში იმ გაგებით იყვნენ, რომ რაღაცა მომენტში დაუშვან, რომ ეს შეიძლება მათი აღიარების გზა იყოს. მინიმუმ აღიარებას იღებენ. კი, ჯერ ირიბ აღიარებას მიიღებენ როგორც კონფედერაციული ობიექტის და მე უკვე რეფერენდუმს ჩაატარებენ და ადამიანები მიიღებენ აბსოლუტურ შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვენ რომ აღიარონ და მე გავლენ მეორე დღეს. რა თქმა უნდა, სიტყვაზე. და ანუ ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს როგორ არის ვერ ხვდები. პლუს ამას დავუმატოთ ის რომ ეს არ მოიაზრებს იმას რომ ჩვენ დაბრუნებას არანაირად აბსურდი არის. არანაირად არ მოიაზრებს არანაირად დაბრუნებას. ხო, თორე რომ მოიაზრებდეს კიდე რაღაცა ლოგიკა არანაირად მე ხარ ვთქვათ სოხუმში ნოზაჭის ქუჩა 37 აზე ბინა 26-ში ვერ შევალ. კი ბატონო, ზუსტად. მორჩა. გაიგე, ანუ მე ჩემ ბინაში ვერ შევალ. ხო, მე როგორც ხო, იმიტომ რომ ხარ რაღაც აფხაზია რომელიც დაყიდა. კონფედერაციული ობიექტის წევრ სახელმწიფოს შენ ანუ შენ აღარ იქნები ხმის მიმცემი იქ ამას მაგრამ აი ზუსტად საქმე რაშია იცი რომ ანუ უყურე რას განვიხილავთ რომ თეორიულად ეგ რომც მოხდეს თეორიულად რომც მოხდეს არანაირად არც დევნილების ინტერესებში არ არის არც ერთიანად ქართული სახელმწიფოს ინტერესებში არ არის მაგრამ ვერც მოხდება ზუსტად მაგას ვამბობ არ ეგეც კი არ მოხდება ამაზეც კი არ წამოვიდნენ იმიტომ რომ რაც არ უნდა გვიჭირდეს ამის აღიარება თუმცა აი ბოლო დროინდელმა თვენახევის წინამორბედმა აჩვენა აფხაზეთში საკმაოდ ძლიერია ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ანუ ტიპებს აქვს მაგალითად რაღაც სახალხო კრების ინსტიტუტი ესე ვთქვათ და იკრიბებიან და ძალიან მე რამდენი პრეზიდენტია რომელიც შეცვალეს ხო და მათ შორის აი ესეთი გზით ხო ანუ თან გასათვალისწინებელი რა არის რატო შეცვალეს ხო ანუ კანონები რომლებიც იყო თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერ შემოგდებული აფხაზეთში თან აფხაზეთი არის ან ტერიტორია რომელიც თავიდან ბოლომდე არის რუსეთზე დამოკიდებული და მიბმული ყველანაირად და პენსიები რუსული რიგდება და ასე შემდეგ მაგრამ აფხაზურმა ოპოზიციამ საზოგადოებამ რაც გინდა უწოდოთ ამაზე უარი თქვა და პრეზიდენტს რუსული კანონები და რუსეთიდან მოწოდებული კანონები არ გაატანინა. ამას შეეწირა ბჟანიას, ხო არაფერს არ შეწირა. ბჟანია რო შეწიროდა რაღაც თავის კორუფციულ ინტერესებს და ასე რომელიც უჭველი რა თქმა უნდა აქვს, ხო? სხვა საკითხი იქნებოდა, მაგრამ არა. ანუ აფხაზეთში საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა ეს განწყობა რომ არა რა ჩვენ გვინდა რომ რუსეთი გვეხმარებოდეს, გვაფინანსებდეს ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთთანაც კი არ უნდათ აი ბოლომდე ეს თქვათ ჟღერდა ეხა რეალურად განხილვის დროს ამ კანონის, რომელ კანონსაც მოყვა იქ ეს ყველაფერი, რაღაც საინვესტიციო ზუსტად სახელი არ მახსოვს უბრალოდ. არსებით აპარტამენტების შესახებ იყო და ხო მეორე იყო ეგ. რეალურად მოყვა განხილვის დროს წამოიჭრა რამდენიმე აზრი, რომ აიო სიტყვაზეო ბიძინა ივანიშვილს შეეძლებაო ის რომ აქ რაღაცები შეიძინოსო ანუ იმათ რეალურად ის შიში ქონდათ ალბათ ამ მომენტში უფრო რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებდა ნუ ეხა ჩვენი მხრივ ეს ყველა მათ არ ქონდათ ერთი პიროვნების შიშე ზოგადად იყო მაგრამ ეგეც კი პრინციპში უფრო ოცნების პროპაგანდა იყენებდა რომ აიშ ეს რეალურად ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ მოსკოვთან დავლაგდით არა და მოსკოვი კი არა არმავიდან არა ვარ დაალაგებული მე რომ ამათ არავისთან არ არიან დაალაგებული ხო აბსოლუტურად მაგრამ ხო უბრალოდ ან ეგეც ოცნებამ გამოიყენა აი წინა საარჩევნო აგიტაციისთვის რომ აი ჩვენ რაღაცებს ვალაგებთ და მე ამას რაღაც 2 მილიარდ დოლარად ამ პრობლემას გადავწყვეტ რაღაცებს შევისყიდ და ასე შემდეგ რა როცა რეალურად ესე არის და საკითხი აფხაზებს ეშინიათ იმის რომ უბრალოდ ჩაიკარგებიან რა რომ როდესაც გაიზრდება რუსი მოქალაქეების ეთნიკურად რუსი მოქალაქეების წილი აფხაზეთში აფხაზები ხო დღემდე ისე მდგომარეობაში არიან ანუ არ არის რაღაც კრიტიკულ უმრავლესობას არ შეადგენენ რა ამ ტერიტორიაზე ანუ გალის რაიონი ეთნიკურად ქართველებითაა დაკომპლექტებული და მადლობა ღმერთს რომ ჯერჯერობით ანუ იდენტობასაც ინარჩუნებთ
კი და აი ტვინის გამორიცხვასაც არ მიუღალს ახლა გალთან მან მასშტაბებით ისა გალს აქვს იმის უფლება კი არა უფრო საშუალება რომ ხშირ შემთხვევაში აქ ითიაროს ხო მაგრამ აი ხო ხვდები რომ იქ ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესი სურათი ყოფილიყო მაგრამ საბინდოდ არა უარესი სურათი და ნუ მოკლედ აფხაზური საზოგადოება არ არის ჰომოგენური არ არის რაღაც 90% აფხაზებისა და შესაბამისად მათ აი ამ ეთნიკური ბალანსის ცვლილება არ უნდა და ეგ არის თავიდან ბოლომდე არის აფხაზური ნაციონალიზმი რაც იდგა ამ მოვლენების უკან უბრალოდ რატომაც ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს აფხაზური ნაციონალიზმი რუსების წინააღმდეგ რო იყო დღეს მიმართული მათი ერთადერთი მოკავშირის წინააღმდეგ ეგ რატომღაც ნიშნავს რომ აი ჩვენ ქართველები მოუწონათ არა და არა მეორე დღეს როგორც კი ბჟანიამ დაწერა განცხადება იყო თავადვე ამ პროტესტის ორგანიზატორების აფხაზური ოპოზიციის განცხადებები რომ ჩვენ რუსეთთან გვინდა და ის კანდიდატება რუსია და შემდეგ ალბათ ამას მე ნაციონალიზმს ვერ დავარქმევდი მე მესმის რა კონტექსტში ხმა რომ ნაციონალიზმი უფრო შოვინიზმი არის ალბათ ეს ხო ტერმინებზე ნურია კონტექსტი ამ შემთხვევაში მე დავაზუსტო უბრალოდ ის რომ ტერმინებში ნაციონალიზმი კარგი იყოს ამ შემთხვევაში მე ხვდები რა სამყარო ახლა აი ეგ არ გვინდა რა ეთნოსი არა მაგამდე არ მივდივარ მაგას გეუბნები კი ეგ მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები უბრალოდ ახლა ბოლო დღეებში ერთ გადაცემაში ვთქვი რომაული ფალანგა რომელიც არ არსებობს ფალანგა არის მაკედონური რომაული არის ლეგიონი მაგრამ კი მესმის ხო და რეალურად ჩვენ გვაქვს ეგეთი მოცემულობა რომ ბოლო დღეებში არა მაგრამ წინა კვირას ან კვირანახევრის წინ რუსეთმა არათუ დახმარება შეუწყვიტა დენი და გაზი რო დენი და უესად აღმოჩნდა მანდარინების გაკეთებაც მაინც რავი არ ჭირდება თაფლოვანი აბსოლუტური ჩვეულებრივი რასაც დღეს აფხაზეთი არის აბსოლუტურ იზოლაციაში ნუ ჩვენი მხრივ ჩვენ რავი ალბათ ეხლა დღეს დღე გრძელდება ეს ემგურჰესიდან არა იქ კი ბატონო ხო უბრალოდ იმასაც სუბიტკოინებში უშვებენ ესენი და ნუ საბოლოოდ გამოდის ისე რომ ეს ხალხი არის დენის გარეშე ეს ხალხი არის გაზის გარეშე მე ამ შემთხვევაში რისი თქმა მინდა უბრალოდ ანუ შენი აზრით კარგი ხელისუფლება რო ყავდეს საქართველოს. რას ნორმალური ხელისუფლება. ხო, ნორმალური. კარგს რა რისი გაკეთება შეიძლებოდა? სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დიდი პრობლემა ის არის რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენ უკვე კარგს არაფერს არ ველით, კარგს არაფერს არ ველტვით და არაფერი კარგის იმედი არ აქვს. მესმის. ნორმალური. ხო, რა თქმა უნდა. რო გქონდა სუდი რო არ ყავდეს, მოდი. სუდი რო არ ყავდეს. მინიმალური მოთხოვნა. მინიმალურს რო აკმაყოფილებდეს ჩვენი ხელისუფლება, აი რას გააკეთებდა ამ შემთხვევაში? შენი აზრით. კარგი კითხვა. ანუ პირველ რიგში მოდი ესე შევთანხმდეთ რა დღესაც ხდება აფხაზეთში ეს არის მღვრიე წყალი. და მღვრიე წყალში გამოთქმის თანახმად რა არის ყველაზე ადვილი თევზის ჭერა. ხო? ანუ ელემენტარულად საქართველოს ხელისუფლება რომ ხელისუფლებობდეს ხო ამ შემთხვევაში უკვე იქ იქნებოდა რაღაც ქართული გავლენის ჯგუფებიც, იქ 1-2 ადამიანი მაინც იქნებოდა რომელიც იტყოდა რომ აი აბა ქართველებთან არ ჯობდა ან რაღაცა და ნელა დათესავდა ესე ვთქვათ აი მარცვლებს ეჭვის ხო საიდანაც მე უფრო რაღაც ძლიერი და საფუძვლიანი წამოიზრდებოდა და გააკეთებდა ქართულ საქმეს ხო აი მინიმუმ ეს მაინც და თან ამისთვის ამ ხელისუფლებასაც 12 წელი ქონდა გავითვალისწინოთ რა პლუს ის რასაც ქვია მაგალითის მიცემ როდესაც აფხაზია აი ადამიანი რომელიც დღეს სოხუმში ცხოვრობს, ყვარჩელში ცხოვრობს, ოჩამჩიეში ცხოვრობს, გაგრაში ცხოვრობს და შემდეგ როდესაც ხედავს ჩვენთან რაც ხდება ხო? როდესაც ხედავს რომ არც თავისუფლებას თავისუფალი საზოგადოება ავაშენეთ ბოლომდე მართალია ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის მაგრამ ალბათ სამოქალაქო საზოგადოება არის თავისუფალი ხო მაგრამ ან სისტემა შენი სისტემა თავისუფალია თქვა გავლენებისგან არა ხო მაგას შეგიძლია თქვა რომ სასამართლო ხელისუფლება გაქვს შენ შეგიძლია თქვა რომ თქვა დავი აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო და ან საკანონმდებლო ხელისუფლება რომელიც თავის ფუნქციას არა თუ ეგენი მედია ხელისუფლებაც კი ბატონო მედია ანუ რითი ჯობია დავუშვათ იმედი სკაბეევას და პოპოვის მიერ წაყვანი იმას ხო თუნდაც რასიაზე გააცემს ხო ანუ არაფერს არ ჯობია შენ რა სტანდარტს უწესებ ბოლო აქამდე რაც ქონდა იყო ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაცია იყო ანუ და იყო შანსი გამხდარიყავი ევროკავშირის წევრი კანდიდატ სტატუსი ხო ეხლა რა გაქვს
ხო, ეხლა შენ პრაქტიკულად ყველა მოკავშირესთან გაუარესებული ურთიერთობა და ერთადერთი იუმჯობესებ ურთიერთობას ქვეყანასთან, რომელსაც აი ესე წამის მიათეთში შეუძლია ხოლმე ნებისმიერ მოკავშირეს ეგ ჩანს ძალიან კარგად ანტიდასავლელი პოლიტიკური აქტივისტების გამოსვლა. შენ ხა კონკრეტულ სახელგვარებს აღარ ჩამოვთვლი, ალბათ ყველამ კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები რა. ადამიანები, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას ატარებდნენ ამდენი წლის განმავლობაში, ისინიც კი ამბობენ ამ მომენტში, რომ ქართული ოცნება დელეგიტიმირებული რო არის, ამას თავი დავანებოთ, ეს თავისთავად და პლუს ამას იმდენიმე მაგათ რა უთხარი, რომ მაგათ ან სიტყვაზე რუსეთთან აქვს დალაგებული ურთიერთობა, ან ჩინეთთან. ეს არის აბსურდი რა. არა, რითიც პროპაგანდას აწარმოებენ, ეხა იქ ანაკლიის სპორტი, რაღაცა. ტრამპთან დავალაგებ და ამ დროს ტრამპს რო ჩინელები არ ევასება და ამ დროს ჩინელებს აშენებინებენ ანაკლიის სპორტს და აბსურდი. Death to Israel-ს ოიძახდა და სკანდირება Death to America-ს მთელი და იქით ირანი და ისრაელი რო ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო და ირანში რო ჩადიხარ და ჰეზბოლას უდგები გვერდზე და ჰამას უდგები გვერდზე და აბსოლუტური სიგიჟე. ტრამპზე ხისტი პოლიტიკა ირანის მიმართ მართლა არავის ქონია და ჩინეთის მიმართ. ჩინეთის მიმართაც, ხო, ჩინეთის მიმართ საერთოდ, ობამას ჰქონდა რაღაც მცდელობა Pivot Asia ერქვა, უბრალოდ მცდელობა დარჩა, მაგრამ ხო, კი, მესმის რასაც ამბობ, რომ ჩინეთის მიმართ მართლა პირველი პრეზიდენტია, რომელიც რაღაც ქმედით ნაბიჯებს აკეთებს, იმიტომ რომ რაღაც გეოპოლიტიკურ საფრთხეს ხედავს, მაგრამ ირანის მიმართ ტრადიციულად ხო ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. კი, რა თქმა უნდა, ისლამურ რევოლუციიდან შეერთებულ შტატებს, მაგრამ ტრამპი ამ ფონზეც გამოირჩა რა, ან ყველას გაუსწრო. ხო, მოდი, ამაზე გადავალთ მე ოკუპირებულ ტერიტორიებში რო არ დავკარგოთ. კი ბატონო. ეგ თემა რა. აფხაზეთის თემა გასაგებია. მე და შენ პირად საუბარში იდეაში გვითქვამს, რომ ცხინვალის რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ აფხაზეთი ორივეს ძალიან გვტყივა და ძალიან, ამაში ყველაფერი იგულისხმება და ამავდროულად კიდე 270,000-ზე მეტი დევნილი გვყავს დღემდე, რომელსაც ეს თემა ძალიან ტკივა. გვაქვს ჩვენ რეალურად თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ცხინვალის პრობლემა ისაა, რომ ცხინვალის რეგიონი, თუ კი აფხაზეთის რეგიონი, ასე ვთქვათ, ესაზღვრება სამეგრელოს და ზემო სვანეთს, სხვა რეგიონებს გეოგრაფიულად არ ესაზღვრება. ცხინვალის რეგიონი შემოჭრილია, ესე ვთქვათ, ქვეყნის გულში და ბუნებრივია ქვეყნის გული ყოველთვის არის დედაქალაქი და ცხინვალის რეგიონიდან რეალურად შეიძლება ნებისმიერ საქართველოს კუთხით გადაისროლო რაჭა, ქართლი, ცხეთამთიანეთი, ჩხუმი გინდა რა? ხო, უყურე ახლა საქმე რაშია, რომ მით უმეტეს იმ ცენტრალიზების მაღალი ხარისხის პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? ჩვენთან თბილისი არა მარტო რაღაც ისტორიულად ქვეყნის გულია და რაღაც არა მარტო ვთქვათ სიმღერებში მოიხსენიება და ასე შემდეგ. წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ, ინტელექტუალურ, ყველა უნივერსიტეტი აკა, ეკონომიკურ და ასე შემდეგ ცენტრს რა. თბილისი ყველანაირად ამ თბილისის ჩაკეტვა და ქვეყნის ჩაკეტვა პრაქტიკულად ერთმანეთს უბრალოდ მან მეორე იმაზე ბათუმიც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული არავინ ამბობს რომ ბათუმი არაა ან ქუთაისი არა ამ შემთხვევაში ბათუმი განსაკუთრებით უბრალოდ ქუთაისი მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის რომ რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში და თბილისის ფარგლებში მოსახლეობის გარდა მეტი ხო საბოლოოდ ის ახლა წლების განმავლობაში ხო ყველა იძახს რომ თბილისი გადაიქცა ქალაქ თავკომბალად და ამ შემდეგ მაგრამ ეს ალბათ სულ ასე იქნება, არ ვიცი. ხო, ამის მიზეზი არ ხდება დეცენტრალიზაცია, ისედაც ქვეყანაც არა დეცენტრალიზებული და შესაბამისად თბილისის ჩაკეტვა ქვეყნის ჩაკეტვას ნიშნავს. პლუს მაგისტრალიდან ან რამდენია მანძილი ხო? ზოგან 300 მეტრია, არა ზოგან რამდენიმე კილომეტრი, ზოგან 300 მეტრია. ანუ შესაბამისად კი ეს პრობლემა დგას რა. ბუნებრივია ხო და მაგას ვლაპარაკობდით მე და შენ მაგრამ ცხინვალის რეგიონი სტრატეგიულად არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ორივე მნიშვნელოვანი. ხო არა რა თქმა უნდა მაგას უბრალოდ აქ აი რაღაც ნიუანსებია რა რომელიც უბრალოდ აი წინა გეოგრაფიით აიხსნება რა. კი მაგრამ ცხინვალის რეგიონსაც შეეხება ახლა
ცხინვალის რეგიონი იქ შიდა პოლიტიკური სიტუაცია და რეალურად ცხინვალის რეგიონში ბევრად უფრო ადრე დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა, თუნდაც ზვიადის დროს. კი, ბატონო. ვიდრე აფხაზეთში, იმიტომ რომ ელცინის და იქ რუსეთიც არ იყო შტერი, ხო? ხო, მაგრამ მეორე მხრივ არ დაგვაუწყდეს, რომ ლიხნის კრება გაცილებით ადრე იყო, პრინციპში ლიხნის კრება იყო, საიდანაც შეიძლება ითქვას, რომ აი საბჭოთა კავშირის ზღვევა დაიწყო, მე ლიხნის კრებას მოჰყვა ეს ეროვნული მოძრაობის გააქტიურება და ასე შემდეგ რა. კი, ეს მესმის. უბრალოდ მე ამ შემთხვევაში სეპარატისტულ მოძრაობაზე ვლაპარაკობ და ცხინვალიდან ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მე იქ იყო რაღაც ყაზბეგში შეთანხმება ელცინსა და ზვიად შორის რაღაცა ირიბად აღიარა იქ ელცინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ახლა, ხო? კარგი, ცხინვალის რეგიონზე რეალურად მიუხედავად იმისა, რომ აქტიური პოლიტიკური ვითარებები იქ არ ვითარდება, იქ თავდაცვის სამინისტროებს შორის, აქეთ დე ფაქტო და იქით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის რაღაცა ხელშეკრულებები იდება და იქით თითქოს სამხრეთ ოსეთში არსებობს რაღაცა სურვილები იმისა, რომ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, რომ იქით რუსეთში შეუერთდეს. მიუხედავად ამისა, ცხინვალის რეგიონში ეგეთი აქტიური პოლიტიკური ვითარება არ არის, როგორიც აფხაზეთში. ჩემი აზრი მაქვს ამაზე რატო არის ესე, მაგრამ მე მაინტერესებს შე როგორ ხედავ. თუ გინდა დავიწყოთ ჯერ კიდევ 2008 წლიდან, როდესაც იქ ბაზრობას რა ერქვა დამოვიწყდა. ერგნეთის ბაზრობიდან იწყება რეალურად ეს კონფლიქტი რა. ეს კონფლიქტი არა, ცოტა უფრო აქტიურ პოლემიკაზე ვიძახე. ხო, რომ იგივე ბაზრობა ყოფილიყო, სიტყვაზე არა, მაგის თქმა არ მინდა, მაგას არ გულისხმობ რა თქმა უნდა. უბრალოდ ერგნეთის ბაზრობა იყო ჩვენსა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს შორის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. ხო, მაგრამ ჩვენ აქტიური შავხრელი იყო ჩვენი ეკონომიკის შავხრელი საბოლოო სიტუაცია მაინც ამით არ უმჯობესდებოდა, ანუ იგივე გალის რაიონში რო ვიყოთ რა სიტუაციაც, ხო, აი რაღაც მიმოსვლა არის, ხო, პირობითად რო ვთქვათ, შენ თუ გახსოვს UEFA-ს სუპერთასის ფინალი. კი, როგორ არა. თბილისში. ფეხბურთი სასწავლო თამაში შედგა მაშინ, ხო, მაგრამ თუ გახსოვს მან იყო აფხაზეთიდან ჩამოსული რა, რაღაც ახალგაზრდები, რომელიც დაესწრნა მაჩს, დადეს სოციალურ ქსელებში და აი დაგმეს აფხაზეთში რაღაც როგორც ქვეყნის მოღალატეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანური კონტაქტები ცხინვალის რეგიონში ძალიან ბევრი იყო, ხო, ანუ ქართველებმა უსულით დღეს ხო თითქმის ნოლამდე დასულა ამას გულისხმობ. ხო, მაგრამ ეს ადამიანები ჩვენ აფხაზებთან უფრო აქტიური ადამიანური ურთიერთობები აქვს. ტრუა განწყობილი რუსეთის ფაქტორის პირობებში არავითარი მნიშვნელობა ამას შეიძლება არ ქონდეს. ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. კი, მტრულად განწყობილი რუსეთის მდგომარეობაში და რუსეთი ყოველთვის მტრულია. კი, ეს მესმის აბსოლუტურად. პრობლემა ეს არა, შენ რო ელცინი ახსენე, ანუ რატომღაც ყოველას ყურადღებიდან ეცლება ის მომენტი, რომ 2008-ში არავითარი ომები არ დაწყებულა. ხო, შენც ახსენე, აგერ როდის დაიწყო სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი და როდის დაიწყო აფხაზეთში, ხო? აფხაზეთში აქტიური ეს პროპაგანდის ის არის ერთი წელი და ეს ერთი თვე დაიწყო როდის 92 წლის 14 აგვისტოს, ხო? და ანუ კი და სხვათა შორის ამას ძალიან დიდი ხელი შეუწყო ოცნების პროპაგანდამაც. ხო, რომელიც რატომღაც 2008-დან იწყებს ომების ათვალს. არა, რასისულელია. ხო, ანუ როგორ მოხდა რომ 93-ში აღმოჩნდა მედევნილი და ომები დაიწყო თურმე 2008 წელს, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ 90-იან წლებში, ხო, ჩვენი მეზობელი იყო რუსეთი და რუსეთში ხელისუფლება იყო ელცინის ხელში. ელცინი იყო პრეზიდენტი, ხო, რომელიც იყო მithun დემოკრატია, აშენდა. და ამ პირობებშიც კი ანუ რუსეთის არსი არის თქვა. მე ხშირად იმაზეც კი მიფიქრია თეორიულად, რომ ნავალნის განცხადებები თუ იცი შენ. კი, როგორ არის 2008 წლის ომს. მე შეცვალა. ხო, არა, მე შეცვალა მაგას. მივხვდი რასაც. იმაზეც მიფიქრია, რომ აი უშუალოდ ხა ილია იაშინი, ხო, ხა ერთ-ერთი ოპოზიციონერი, ნებისმიერ რომ ყველაზე კასპაროვია იყო, ყველაზე დემოკრატი. ხო, აი გარი კასპაროვი რასია ამის. რა ვერაფერს ვერ იზამს. ხო, თუ კი რუსეთის იმპერიული სული, ესე ვთქვათ, არის ეს, აი რაც შეიძლება მეტი დავიწყოთ, სანამ რომელიმე ოკეანეს არ მიადგება. ხო, ბუნებრივი საზღვარია. რა გინდა რომ ხნა? ოკეანესაც გადალახავს ეგეთი კულტურა. და მან უკვე საკითხი რა. სურვილი აქვთ. მან უფრო ალბათ საკითხი არის ის, რომ
რეალურად გინდა გარი კასპაროვი იყოს მართლა და გინდა რა ვიცი მე ნავალნი და გინდა პუტინი მაგ ხელისუფლებაში დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას განაპირობებს ის რომ რუსული პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური იმპერიალისტური კულტურაა ზოგადად ეგეთი რა. აი, სიტყვაზე ერთი რუსი რო შეგხვდეს, ნუ ჩემ დაკვირვებას გულისხმობ შემთხვევაში და ორი რუსი რო შეგხვდეს რა ქუჩაში. ან რო დაუმეგობრდე გამოესაუბრო რაღაცა. ნორმალური ხალხი. ხო, ნორმალური ხალხი. თუ ძალიან ჩვეულებრივად მე ყოლია ხა უცხოეთშიც მქონია რუსებთან ურთიერთობა, ვისაუბრია მათთან ძალიან ჩვეულებრივად და ნუ ყველაფერი ძალიან კარგი. მაგრამ როგორც კი დაემატება 10 რუსი და უკვე იმპერიული გახდებიან, 6-ნი გახდებიან და უკვე იმას გელაპარაკებენ სიტყვაზე მე მანამდე თუ ინგლისურად მქონდა საუბარი, ან რაღაცა. მაგრამ მე რა უკვე ის აქვს პრეტენზია აქვს რომ სიტყვაზე რატო არ ელაპარაკები რუსულად, რატო არ ცდილობ რაღაცა, ნუ რომ მათ რაღაცა ხო, ანუ გული მოიგო მათი. რატომ იცი ინგლისური პირობითად და რატო არ იცი რუსული? არა, მე შემეორე რუსულად მელაპარაკებ, პრინციპულად არ ვლაპარაკობდი რუსულად უბრალოდ. მე მესმის ეგ, ხო, ეგ არის ზუსტად რომ ანუ საკითხის ეს დაყენება რომ აი სიტყვაზე პუტინმა ხო ვერ შვა რა მაგაზე კურიოზი მაქვს ერთი ის. პირიქით ხო იქნებოდა. გასაუბრება მქონდა კემბრიჯში ორ რუსი ბიჭი იყო რა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ სხვებთან მაინდა-მაინც არ ჩამოგვიყალიბდა მაინდა კარგი ურთიერთობა და ამ რუს ბიჭთან დაუმეგობრდით ბოლო რამდენიმე დღე რა. ხო და პოლიტიკაზე ჩამოვაგდე საკითხი და მეთქი რას ფიქრობთ პუტინზე მეთქი და იმან თქვა რომ ისო რა ქვია პუტინიო არაო იქო ლავროვია მთავარიო რა. მე გამახსენე კურიოზი ეგრეთ წოდებული რომელსაც მთელი რუსული ტელეგრამ სივრცე დასცინის და თავარიო. ხო. ხო და არა მნიშვნელოვანი მაგას ვიზახი ხა ვინაა იქ თავში. თავი არის კულტურა რომელიც ამ ადამიანებს აქვს სამ ყველაფერს და პუტინი ესე ვთქვათ არაფერს განსხვავებული არა ელცინისაგან. კიდევ ერთხელ შეგაწყვეტინებ, ხო, პროსტო შეიძლება ელცინი უფრო სლაბი ანუ მაგაში ის იყო სუსტი. ეგ არის პრობლემა. სუსტი რუსეთი იყო. პრობლემა რომ სუსტი რუსეთი იყო. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა რუსეთმაც კი მოაწყო, ანუ ხელი შეუწყო გენოციდს და მოაწყო გენოციდი ჩვენ ტერიტორიაზე, ასევე ხელი შეუწყო გენოციდს დნესტრისპირეთში, ასევე ხელი შეუწყო ყარაბაღის კონფლიქტს და აშენო და აშენო. ყველგან საერთოდ ხანდახან იციან ხოლმე იმის თქმა რა, აი დოსტოევსკი და ტოლსტოი არის ცალკე რუსული კულტურა და არის კიდე მეორე რუსული სამყარო, რომელიც არის ესეთი იმპერიალისტური რა. ხო და მაგაზე ხუმრობ ხოლმე ხანდახან, რომ დოსტოევსკი რო წაკითხული ქონდეს ამ ხალხს. იმ დოსტოევსკის უწერია თვითონ როგორი არის ეს რუსული ისა და ის თვითონ ამბობს, რომ ნუ აღარ ჩავალ სიღრმეებში, გულისხმობ იმას, რომ თვითონ დოსტოევსკის უწერია თუ როგორი არის ეს იმპერიალისტური კულტურა და რა მოყვება ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ეს თემა ამოუწურო და სანამ თემას ამოუწურო, მინდა მაყურებელს ვთხოვო, რომ გამოიწეროს ჩვენი არხი, როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე და Facebook-ზეც გამოყევით. დაიდება საინტერესო ვიდეოები, კარდები და ასე შემდეგ უახლოეს მომავალში. გადავიდეთ ახალ თემაზეც, გადავიდეთ გეოპოლიტიკაზე, მიმოვიხილოთ მეტნაკლებად. ეხლა რეალურად ამ თემის განხილვა დავიწყოთ. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ახლახან ევროპარლამენტში და თქვა, რომ აიო, რუსეთიო დამარცხდაო რუმინეთშიცო, დამარცხდაო მოლდავეთშიცო, ესე რა ქვია, მარცხდება უკრაინაშიცო, დამარცხდა სირიაშიცო და რატო უნდა გაიმარჯვოს მაინდა-მაინც საქართველოში. პარალელურად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ სირიაში თურქული, პროტურქული ძალების გამარჯვების შემდეგ დღეს, ნუ ამ ვიდეო, ამ პოდკასტის ჩაწერის დღეს ჩავიდა სახელმწიფო მდივანის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის განხრით. მიდის იქ მოლაპარაკებები, ამბობენ, რომ თურქეთს უნდა გაზი მიაწოდოს ყატარიდან. ხო, იქ რაღაცა სირიის გავლით და მე თურქეთის გავლით მიაწოდოს, რაც შექმნის საშუალებას იმისა, რომ რუსულ გაზზე აღარ იყოს ევროპა დამოკიდებული. ხო, ნუ შენ როგორ ხედავ, მე მაინტერესებს, ანუ პირველ რიგში ეს მაინტერესებს ამ ახლო აღმოსავლეთის თემები, ამ გაზის მიწოდება რა, ანუ ამ კორიდორის გაკეთება რამდენად რეალურია. და მე მაინტერესებს საქართველოს როლს როგორ ხედავ მომავალში ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. კაი. მოდი მაშინ ჯერ დავიწყოთ საიდან ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო ზურაბიშვილის გამოსვლას გულისხმობ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ ევროპაც ცოტა არ იყოს გეოპოლიტიკურად შეხედავს სიტუაციას, როგორც შეერთებული შტატები და ცოტა ეს რეალ პოლიტიკისკენ დაბრუნდება. ეხლა
ვეცდები განმარტო რას გულისხმობ რა. აღმოჩნდა რომ ეს სიტუაცია შეიქმნა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ხო? სამწუხაროდ როგორც ევროპამ, ევროკავშირმა რაც დაუწოთ, ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები ხო, ან მთელი ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ანუ ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ ქვეყნებში ცივი ომი მორჩა. მორჩა აი აქ, თავში, ხო? ანუ ტიპებმა ჩათვალეს, ნუ მორჩა, всё, რუსები აღარავითარი ჩვენი მტრები არ არიან, ჩვენი რაღაც საკუთრების წარქმას ბოროტი კომუნისტები არ აპირებენ და ამიტომ მოდი რა ვივაჭროთ, განვითარდეთ, რა ვიცხოვროთ მშვიდობაში, რავი, მე ნავთს ვიყიდი შენგან, შენ ჩემგან Mercedes-ს ვიყიდი, მე შენგან Volkswagen-ის ქარხანას გავხსნი და მოდი განვითარდეთ, ხო? რაჯობია განვითარებას და მშვიდობას. არც არაფერი, მაგრამ შენ თუ გახსოვს Simpson-ების ეგეთი სერიაა რა, Simpson-ები ცნობილი არიან ეგრეთ წინასწარმეტყველური მულტფილმი და ერთ-ერთი სერიაა, როდესაც გაეროში რუსეთის წარმომადგენელს აი Russia უწერია ამაზე ტრაფარეთით აბრაზე როგორც არის და უეცად Russia-ს გადატრიალდება შეიძლება Soviet Union-ით, მატრიოშკები გადაიქცევიან რაღაც ავტომატებად, პატარა მანქანები გადაიქცევიან ტანკებად და აღმოჩნდება რომ არავითარი რუსეთი არ იყო, უბრალოდ საბჭოთა კავშირი იყო, რომელსაც რაღაც ფორმა იცვალა რა. რებრენდინგი განიცადა. ხო, რებრენდინგი განიცადა და სამწუხაროდ აი ეს მოხდა ზუსტად 90-იანებში, როდესაც ელცინზეც მივაპარაკეთ, ხო, ანუ არსით ელცინმა დაგვაქცია ჩვენ პუტინი მაშინ დაატარებდა სტოპჩაკის ჩემოდანს, ანუ პუტინის ჩემოდანს მაშინ არავინ არ დაატარებდა, თვითონ პუტინი დადიოდა თან სტოპჩაკიც არ იყო, ხო, ქვეყნის მართველი არ იყო, ხო, პეტერბურგის კი ბატონო. ხო, ანუ შესაბამისად ელცინის დროს დაიწყო ეს რაღაც რევანშიზმი, ანუ რუსეთში ცივი ომი არ მორჩა. ანუ რუსეთმა არ შეწყმიტა აზროვნება პრიმაკოვის, გრომიკოს და ასე შემდეგ, მოდი დოქტრინას არ ვიტყვი, მაგრამ აი მათი mindset როგორ დავთარგმნო ქართულად, მათი გონებრივი რა, ანუ წინასწარ განწყობით, ხო? და ანუ რუსეთი 90-იანიდან მოყოლებული, ორიენტირებული იყო რევანშზე, როდესაც ევროპა და ამერიკა ორიენტირებული იყო რაღაც განვითარებაზე, მშვიდობაზე და ასე შემდეგ და ანუ ამის პირველი ნიშნები თუ გამოჩნდა, ვთქვათ, რომ რუსეთს ცოტა სხვა დღის წესი ჰქონდა და ანუ გაზის გაყიდვა მისთვის იყო რაღაც ანუ ეკონომიკური იარაღი და უბრალოდ შანტაჟის ინსტრუმენტი, ეს გამოჩნდა 2007 წელია ხო თუ არა მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის გამოსვლა და 2008 წელს საქართველოსთან ომი. მაშინ ვერავინ დასკვნები ვერ გამოიტანა ამ ყველაფრიდან და ობამა კლინტონის ადმინისტრაცია ეცადა გადატვირთვას. ხო, მაგრამ რატო მერკელისა და ობამას როლი ძალიან დიდი იყო. ყველაზე კურიოზული რაც ამ იმაში მოხდა, რომ ის ღილაკიცკი სადაც გადატვირთვა და ყოფილიყო წარწერა ხო პირზაგრუსკას ნაცვლად, ანუ ეწერა პერეგრუსკა, ანუ ზედმეტი დატვირთვა და მართლა ეს მოუვიდა ამ ურთიერთობებს, იმიტომ რომ თავიდანვე ურთიერთობის ამ პრინციპზე აწყობა აღმოჩნდა, რომ განწერული იყო მარცხისთვის, იმიტომ რომ რუსეთი იყო დაინტერესებული ერთადერთი რევანშით. მეტი არაფრით არ იყო დაინტერესებული. საბოლოო ჯამში ყველაფერი მთელი დაგროვილი ქონება, ვილები, ოლიგარქების რაღაც სახლები ლონდონში და ასე შემდეგ პუტინმა უბრალოდ სასწრაფოზე დადო, იმიტომ რომ ისტორიის წიგნებში შესულიყო, არ ვიცი, რაღაცის შემკრებად რა, ვერც კი ხდები რეალურად იმდანად ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს იძახის ეს ადამიანი რა უნდა საერთოდ, ხო? მაგრამ ანუ 2014-ში 2014-მდეც იყო სირიის მოვლენები დაწყებული უკვე, მაგრამ 2014-ში ხდება ყირიმის ოკუპაცია და მაინც ვერ გამოაქვთ სათანადო დასკვნები ვერც ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებს და ვერც შეერთებულ შტატებს. ერთადერთი, როდესაც ესე ვთქვათ, ზარის ხმა მათთვისაც ძალიან ხმამაღლა გაისმა, ეს დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალიდან უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეჭრა. ეგ იყო და ეგ და ამიტომ მაქვს დიდი იმედი, რომ ზუსტად აი ესე გეოპოლიტიკურ ჭრილში დაიწყებს აზროვნებას ევროკავშირი. ამის მაგალითად ერთ-ერთი ძალიან კარგი სიგნალი არის ის, რომ აი რუსეთის ბაზები რო ახსენე შენ. რა? მოკლედ რა ინფორმაციას გამოვიდა ამ ეტაპისთვის რუსეთს, რა თქმა უნდა, სურს სირიაში, ტარტუსსა და ლატაკიაში ბაზების შენარჩუნება, იმიტომ რომ გაცილებით კომფორტული არის
ეს ლოკაციები აფრიკული დაჯგუფების მომარაგებისთვის რა, ანუ ეგრეთ წოდებული აფრიკული კორპუსის. და ერთი პირობა, რაც ევროკავშირმა და ევროკავშირის ლიდერებმა დაუყენეს სირიელი აჯანყებულების ლიდერს ალ-ჯულანი, იგივე აჰმად აშ-შარა, არის ის, რომ რუსეთის ბაზები იქ არ უნდა შენარჩუნდეს. რუსები უნდა გავიდნენ ამ შემთხვევაში სირიას მოეხსნება დაკისრებული სანქციები და ევროკავშირი მზადაა თანამშრომლობაზე რა. და ეს სხვა ინტერესით გარდა გეოპოლიტიკურისა უკვე არ აიხსნება და ძალიან კარგია თუკი ევროკავშირის და შეერთებული შტატებიც, რომელმაც უფრო ადრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო ზუსტად გეოპოლიტიკურად აზროვნება, იმიტომ რომ მე შეგახსენებ შენ ერთ-რამის, როდესაც ობამა მეორე ვადით, როდესაც ირჩევდნენ ობამას და მიტ რომნის მაშინ ხო, მაშინ დაუსვეს ობამას და მიტ რომნის შეკითხვა, რომ აი ვინ არის ამერიკის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, geopolitical foe. და ობამამ უპასუხა ოსამა ბინ ლადენი და მიტ რომნიმ უპასუხა რუსეთი. რა? და აი ობამას რა თქვა მე რაღაც აიტაცეს და მიტ რომნის თითით დასცინოდნენ, მაშინ ძალიან ბევრი, რომ აი რა სისულელე თქვა რუსეთი, როგორ არის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე. როდესაც ალ-ქაიდა გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე უბრალოდ ვერ იყო, ცნება გეოპოლიტიკაში უბრალოდ არანაირად არ ჯდებოდა იმ დონის ტერორისტული ორგანიზაციაც კი რაც იყო ალ-ქაიდა. დონ კიხოტი რო ქარიცის ქულებს ებრძოდა. აი ეს სისულელე იყო, ანუ ეგ ნიშნავდა რომ ტერმინოლოგია, სიტყვა გეოპოლიტიკა რა იყო არ იცოდა ობამა. მე საერთოდ არ ნიშნავდა, მაგრამ აი ესეთ წარმოდგენები ჰქონდათ. რა და ეხლა წარმოდგენად არ მინდა ეხლა ძალიან ღრმად ჩავიდე, თორე ამერიკული პოლიტიკური ლანდშაფტი მაგრამ გამოირჩევა. არა, ეგ ლანდშაფტი ძალიან შეიცვალა და ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპმა შეძლო რეალურად მაგის კი, ტრამპმა დაიწყო, ტრამპი იყო პირველი რომელმაც რეალურად მიაწოდა ჯაველინები უკრაინას. ჩვენც ხო? ჩვენც, კი ბატონო და ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია მოდის და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს ვთქვათ, ჩვენ ერთიან საქმეს აწყობს. სხვათა შორის ეგ არის ძალიან ისე, ხო, რომ ეხლა ნუ კურიოზი რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას რომ ტრამპის მოსვლის იმედი აქვს. მე იმას ვამბობ უბრალოდ, რომ მოკლედ რო ვთქვათ ისიც რა. ეხლა იგივე ქართულ ოცნებას აქვს ძალიან ჩაჭერილი ამ თემაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ნუ ეს ცალკე კურიოზია კიდე. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ტრამპი არის ესე და ესე და ნუ გარდა ქართული ოცნების სატელიტები ალბათ უფრო მეტად იმას აპელირებენ, რომ თითქოს ტრამპი არის უფრო მეტად უხეშად რო ვთქვათ რუსეთთან. თუ სხვათა შორის ამას უწყობს ხელს ოპოზიციის ნარატივიც, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა ამ ქვეყანაში, რა. რომ თითქოს ტრამპი არის რაღაცა პუტინთან დაახლოებული პირი. რეალურად მე ვხედავ ამას რადიკალურად განსხვავებულად. ტრამპი ალბათ ბაიდენის ადმინისტრაციაზე უფრო მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით თողოთ. ნუ ამას ძალიან მალე ვიხილავთ. უბრალოდ მე ამაში ხმად ვარ დარწმუნებული, არა მხოლოდ რუსეთის, იგივე ჩინეთის, იგივე ირანის და ასე შემდეგ. აი ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობ? აი შენი აზრით ტრამპი როგორ შეიძლება მიუდგეს საქართველოს საკითხს ამ კონკრეტულ მომენტში? ანუ ის იმედი რომ ამათ აღიარებს ტრამპი, ჩემი აზრით არის აბსურდული, მაგრამ შეიძლება რაღაცა მოლაპარაკებებზე მივიდეს საქმე მოლაპარაკებებამდე? ოკეი. მოდი ეს შევხედოთ მოვლენებს. პირველ რიგში საიდან მოდის ის თეორია, რომ ტრამპი აუცილებლად გაატარებს რუსეთის ინტერესებს. პირველი პრეზიდენტობის დროს ეს არ არის მისი პირველი პრეზიდენტობა. საერთოდ არ ატარებდა რუსულ ინტერესებს და ზუსტად ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაინცადა ვაგნერის დაჯგუფება, რომელიც მაშინ პიკზე იყო. სერიოზული პირველი დიდი დანაკარგები, ხო, როდესაც გადააუთოვეს და ვაგნერს ძალიან ვთქვათ, კონკრეტულად ანახეს თავიანთი შეძლებლობის ზღვარი სირიაში. რა? პლუს ეს გარკვეულწილად ემყარებოდა ტრამპის წარსულს, ეგ თეორია, რომ ტრამპი ხშირად დადიოდა მოსკოვში, მათ შორის ნამყოფი იყო მის სოფლიოზე, იმიტომ რომ თავად მის კომპანია ორგანიზებდა ამ ყველაფერს და იქ ვითომ ტრამპზე რაღაც კომპრომატები ჩაწერეს რუსებმა და ასე შემდეგ. მინდა უბრალოდ შეგახსენო შენს და მაყურებელსაც, რომ ტრამპმა 2020-24 წლების პერიოდში ისეთი სკანდალები გამოიარა, მათ შორის სექსუალური ხასიათისაც. ხო, რომ
ამაზე ვარაიდად ვერაფერს ვერ ჩაწერდნენ და ტრამპმა ეს ყველაფერი გადალახა. ანუ ფიზიკურად რა კომპრომატი უნდა გქონდეს ისეთი პუტინს, რაც ამას არ აქვს გადალახული, უკვე გამორიცხულია. ანუ ესე იგი კომპრომატზე ნაკლებად ალბათ თუ კომპრომატი არ არის, მაშინ სხვანაირად რომ მივუდგეთ 2 ტრილიონიან ეკონომიკას, რომელიც ჰოლანდიას ასწრებს სულ ოდნავ ჩვენისთანა ქვეყანას მოცულობით, ხო, თავის ტერიტორიით 2 ტრილიონიანი ეკონომიკა, მაშინ 30 ტრილიონიან ეკონომიკას პირობებს ვერ დაუყენებს, ეგეც ფაქტია რა. ხო, მე მესმის ეს. ანუ ამიტომ უნდა გავცდეთ ამ თეორიულ იმას, გამოვიდეთ იქიდან, რომ რეალურად მსგავსი კომპრომატები თუნდაც თუ არსებობდა ალბათ მათ არავითარ მნიშვნელობა არ და ვერ ექნებათ, ძალიან პირადად ეჭვმება მათ ასრობას სისულელია ჩემი აზრით, უბრალოდ ტრამპი ყოველთვის თავიდანვე მე ტრამპი როდესაც აერჩიეს ვაშინგტონში ვიყავი მაშინ და არავინ ეროლდა. ანუ აი ვაშინგტონში პირველ პრეზიდენტობას. კი, ვაშინგტონში ტრიალებ და საშინელება იქ ხო პრეზიდენტის არჩევნებს აი სუპერბოულივით უყურებენ რა რაღაც ხალხი ტელევიზორებთან უყურებს და ნუ თავის გუნდს, ეს თქვა, გულშემატკივრებს ხალხი გამორბოდა ბარებიდან ტივი, წივი, თავის ამოგვი და აი შემდეგ, მაგრამ იმავე პერიოდში, მაგალითად შუა შტატებში მომიწია ყოფნა, მოგზაურობა და რავი, იქ სხვა განწყობები იყო. რაც მოიგო კიდევაც მაშინაც და ეხლაც ტრამპმა, ხო? რა ძირითადად, ნუ მოგეთ რომ დაუბრუნდე საქმეს, ძირითადი პრობლემა, ესე ვთქვათ, ჭალებში ამ საზოგადოების ტრამპთან იყო ის, რომ ტრამპი არის არა გათვლადი, არა პროგნოზირებადი, ამ პრედიქტებად როგორც არა. ხო? და ამასთან ტრამპს აქვს ეგეთი რეპუტაცია რა, deal maker-ის, რა, ადამიანის, რომელიც უბრალოდ დებს შეთანხმებებს, რა, ანუ რომელიც ღირებულებებზე კლასიკური ამერიკელი ბიზნესმენისავე. რაღაც ეგეთი რა, რომელიც ღირებულებებზე წინ შეიძლება აყენებდეს რაღაც სხვას, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკა არის ინსტიტუციების ქვეყანა. რა, ანუ ამერიკაში, როდესაც ვლაპარაკობთ ვთქვათ, ძალაუფლებაზე, რომელიც განაწილებულია 3 შტოს შორის. იქ მართლა არის ეს განაწილება ამ 3 შტოს შორის, რა. ამასაგად ამერიკის მაგალითად ხა ტრამპს მხარს უჭერს ამ ეტაპზე, მოდი ვთქვათ, ილონ მასკი, სოფლიოს უდიდესი ადამიანი, რომელიც ქონებას 2027 წელს მიაღწევს რაღაც ფანტასტიკურ რიცხვს 1 ტრილიონს, ნუ პროგნოზებით. მაგრამ ამერიკისთვის ეს 1 ტრილიონიც არ არის ისეთი თანხა, ანუ 1 ტრილიონი ვერ მოგიპოვებს ისეთ გავლენას, როგორცაც ეს ეს თანხა მოგიპოვებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამერიკის გარდა. რა? ანუ შესაბამისად, როდესაც ამერიკაზე საუბრობთ, ხო? იქ სენატის ინტერესებია გასათვალისწინებელი, იქ გასათვალისწინებელია კონგრესის ინტერესები, გასათვალისწინებელია იმ ადამიანების ღირებულებები, რომ კონგრესი, სენატი უჭირავთ რესპუბლიკელებს. ძალიან მცირეა ეს სხვაობა და აი ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის მომენტი, ღირებულებების მომენტი, რომ თუ ჯო უილსონს, ხო, რომელიც გამწარებული, მოდი ასე ვთქვათ, გაშმაგებული, როგორ ვთქვათ, დაჟინებით ითხოვს სანქციებას, ხო? დღევანდელი ქართული ოცნების მაღალი ეშელონის თანამდებობის პირების თვალს აუწოდო. ანუ ჯო უილსონი არის რამდენი 78 წლის არის. ანუ შენ როგორ წარმოგიდგენია ადამიანის მოსყიდა, რომელიც 78 წლამდე რა მოსყიდვის გარეშე მოვიდა, პრინციპებით მოვიდა, პოლიტიკაში 30 წელიწადია და ასე შემდეგ რა. ანუ როგორ ის არის ეს ციხავიკური მენტალიტეტი რატო მიზიზება რა, ვაი, ვითომ ყველა და ყველაფერი იყიდება. კი, ადამიანების რაოდენობა იყიდება რაღაც. ეს ხაშე რასაც გულისხმობ, ესენი უყურებენ ყველაფერს ისე, იმიტომ რომ იქ სენატი და კონგრესი პროგრამას გადაწყვეტს. კი, საბჭოთა კავშირიდან მომდის. ზოგადად ამერიკული ხო, მასია, კი მე მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ საბჭოთა კავშირში რახან იყო ესე და რახან ყველაფერს კორუფციით გადაწყვეტდა. ხო, იჩალიჩებოდა. კი. გონიათ რომ დანარჩენ სამყაროში ეგრე უნდა იყოს, ნუ ეგ ცალკე. ამიტომ მარტო ტრამპზეც არა, დამოკიდებული, თორე ტრამპისთვის შეიძლება საქართველოს არ იყოს პირველ ხარისხოვანი პრიორიტეტი ხა სოფლიოში. ბუნებრივია. ჯერ ერთ ანუ მეორე სოფლიო ომის მერე ყველაზე დიდი კონფლიქტია, ხო? მგონი ერაყის 10 წლიან ომსაც კი გაუსწრო უკვე, რა? ხო? მithomaz ევროპის ტერიტორიაზე, კი. ოფიციალური მონაცემები. ხო, ოფიციალური მონაცემებით თან. ხო და ანუ ეს კონფლიქტი უკრაინის კონფლიქტი. ჩინეთი, რომლის წინააღმდეგაც წლებია თანამდებობად გამოდის. ხო? ახლო აღმოსავლეთი. რა? ანუ იქეთ ვენესუელა, საქართველო, ანუ ვერ იტყვეს დარწმუნებით, რომ აი მაგალითად საქართველოს აიღებს პირველად, მაგრამ აი ჯო უილსონისთვის საქართველოს შეიძლება პრიორიტეტი იყოს. რა და ჯო უილსონი მაგალითად არის
აი, როგორ ვთქვა, გაქანებული ტრამპისტი, ადამიანი, რომელმაც კაპიტოლიუმის შტურმის თუ რაღაც მოვლენების შემდეგაც კი ტრამპს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყავდა და გაყავდა ბაიდენის სასარგებლო. კი, როდესაც ხო, თავის ვიცე-პრეზიდენტმა ესე ვთქვათ, არ დაუჭირა მხარი, ანუ ტრამპისტი ადამიანი. მაგას დიდ ტრამპისტს ვერ ნახავ ამერიკაში და ეს ადამიანი ხო, იმ ადამიანისთვის შეიძლება პრიორიტეტი იყოს თქვა საქართველოს. შეიძლება უშიშროების საკითხებში მრჩეველი ვოლცი გახდა, ვოლციც კი და ანუ აი ესე ხელახებით ეგენ როგორ ამტკიცებენ რომ ეგენ ხო საერთოდ მკითხებიან შენ ხო ამტკიცებდნენ რომ აი საქციები ვერაფერს ვერ გვიზამს ესე ხო ამტკიცებდნენ საქციები არ იქნება და ასე შემდეგ რა ანუ ესენი ყოველთვის თეთრზე ამტკიცებენ შავს მე რაღაც ხნის მერე იგივეზე რა შავია დაიწყებდნენ არა ისე დაიწყებენ რომ არა თეთრიაო და პლუს შენ დაგანამუსებენ და გეტყვიან რომ არა როდის ვამბობდით რომ შავია კი მესმის კი ეგ ბუნებრივია ვეგარი ქართული ოცნების პოლიტიკა ბოლო 12 წელიწადია ამიტომ საერთოდ არ მიკვირს და ნუ ზოგადად ეს ნუ ეგენი რომ მორალისგან და ეთიკისგან ძალიან შორს არიან ეგ ცალკე საკითხია კიდე კაი ოკეი ტრამპის საკითხი მესმის ამ შემთხვევაში მე მაინც უფრო იქით გემიხრები რომ ტრამპი უფრო მეტად ანტირუსი იქნება ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია ეს კიდევ უკეთ გამოჩნდება ძალიან მალე ჩემი ღრმა რწმენით შენ როგორ ხედავ მე მაინტერესებს უბრალოდ აი ბაიდენმა და ევროპულმა ქვეყნებმა მას შემდეგ რაც მიიღეს გადაწყვეტილება რომ უკრაინისთვის მიეცათ საშუალება რომ სამხედრო ტექნიკა მიწოდებული გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზეც უკრაინას ძველი რუსეთის ტერიტორიაზე ეგეც დავაზუსტოთ იმიტომ რომ რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებებით უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიაც უკვე რუსეთია ხო ჩვენ გულისხმობთ კი ბატონო იმ ძველი რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო აღიარებით რუსეთის ტერიტორიაზე ამის შემდეგ ტრამპის შიდა წრიდან წამოვიდა სიგნალები რომ ამან შეიძლება კონფლიქტი უფრო გააღვივოს ტრამპი არის ზოგადად ადამიანი აღნიშნეთ რომელსაც უნდა შეთანხმებების დადება უყვარს შეთანხმებების დადება ზოგადად აქვს პრეტენზია იმაზე რომ საუკეთესო შეთანხმებებს დებს კი მე არ მგონია ზოგადად რომ პუტინი და რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ წამოვიდეს რაიმე შეთანხმებაზე მით უმეტეს ომის გაყინვაზე იმ მომენტში როდესაც მით უმეტეს კურსკი არის უკრაინის მხრიდან ხო სუჯას გაზგამანაწილებელი სადგური ხო შე როგორ ხედავ როგორ შეიძლება ტრამპმა როგორი მოქმედოს ეგ წარმოუდგენლად განსასაზღვრია იმიტომ რომ ტრამპი როგორც აღნიშნეთ არის თბილისიდან კი ვაშინგტონიდან არ ვერ განსაზღვრა ხო იმის არ იყოს რა ქვია აქედან რაღაცეებს იმაშვებიან მაგრამ ანუ რა შეიძლება აქედან იყოს გამოსავალი ანუ გარდა იმისა ჩვენ რაც გვინდა რომ იყოს გამოსავალი და ეს გამოსავალი შეიძლება ჩვენი მხრიდან იყოს ის რომ ტრამპმა მიაწოდოს კიდევ უფრო მეტი გავიგეთ რაც ამბობ ანუ გუშინ იყო პუტინის დიდი გამოშლა ის რომელსაც ყოველწლიურად აწყობს ხოლმე თუ არსებით წინაწელი ქონდა გამოტოვებული უკრაინაში ომის წარუმატებლობების გამო და ანუ კითხვაზე თუ პუტინი რას აპირებდა მან თქვა რომ პრინციპში განიხილავს ხოლმე ერთ ვარიანტს ან ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს უკრაინის მიერ ეგრეთ წოდებული სტამბულის შეთანხმებების პუნქტებზე დათანხმებას, უპირობოდ შესრულებას და ნუ შემდეგ კი ბატონო, ასე ვთქვათ, დამყარდება მშვიდობა უკრაინაში. უბრალოდ საქმე ახლა რაშია? მაყურებელმაც უიცოდეს, რომ სტამბულის შეთანხმება აი კაპიტულაციაც კი არა, კაპიტულაციაზე უარესია, რომ პირდაპირ შეუძლიათ, მაშინ უკრაინა კი არა, მაგრამ სლოვაკეთით ჩააბარონ, ბრატისლავა იქნება თუ ამ შემდეგ ნებისმიერი ქალაქი. და რატო? ერთ-ერთი, მაგალითად, ყველაზე აბსურდული უკრაინა ხო გარდა იმისა რომ ჯარების რაოდენობას ამცირებს გარდა იმისა რომ თქვათ ამ ტერიტორიებს გადასცემს და ასე შემდეგ თან უყურა ხერსონის ოლქზე ხო მაგალითად ქალაქი ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ან ეს უნდა ადგნენ და ნებაყოფლობით გადასცენ რა იგივე ხა ზაპოროჟიეც რაც შეეხება თორსტები 80%-ია ოკუპირებული ლუგანსკიც კი არა ბოლომდე ოკუპირებული რაიონზე რომ ვიმშევოთ ან რაღაც ხარკოვის ოლქი ნუ აკაი არაა შესული, მაგრამ ალბათ იქაც რაღაცებს მოითხოვენ ამათი პარანოიდალური ხასიათი რო ვიცი. მაგრამ ყველაზე ესეთი რა არის კურიოზული და აბსურდული ერთდროულად.
აი უკრაინას ეს შეთანხმება რისთვის უნდა უნდოდეს სამშვიდობო შეთანხმება, რომ შემდგომში მაინც მიიღოს მშვიდობის გარანტია, მშვიდად ყოფნის გარანტია, რომ რუსეთმა თავი დაანებოს შეეშვას ასე ვთქვათ. ახლა უყურე, უკრაინამ თავის დროზე ბირთვულ შეერაღებაზე თქვა უარი 90-იანებში კი. და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილიყო ბუდაპეშტის მემორანდუმით და მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი იყო რუსეთი. რომელმაც ეს მემორანდუმი ადგა და ძალიან მოხეშა დაარღვია ჯერ ყირიმში, თავზე გადააფხრიცაც არის, გადაახიაც არის, ეს ნაკუთვნებულ გადაახიაც არის. ხო? ეხლა ხო, ან წარმოიდგინე, უკვე საუბარია ახალ ბუდაპეშტის მემორანდუმზე, რაც კიდე ის უწოდე, ანუ ახალ შეთანხმებაზე, რომელთაც უნდა იყოს გარანტირებული უკრაინის ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება, თუნდაც იმ ტერიტორიების გამოკლებით, რაც არის ყირიმი, ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, დონეცკის ოლქი და ლუგანსკის ოლქი. მაგრამ აი გარანტორებად ვინ არის სტამბოლის შეთანხმებებში? ერთ-ერთი გარანტორი არის რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად და უკვე ყველაზე აბსურდული მანდრა არის, რომ თუ დაუშვათ სხვა გარანტორები გადაწყვეტენ, რომ უკრაინა საჭიროებს დაუყოვნებლივ შველას ვიღაც ახალი აგრესორისაგან, აუცილებელი არის რუსეთის თანხმობა. ანუ თეორიულად რო წარმოვიდგინოთ, ფორმდება ეს ხელშეკრულება, რუსეთი არის 2025 წლიდან ახალი უკრაინის მოდი ესე ვთქვათ, ახალ ტერიტორიულ ფარგლებში ტერიტორიული ხელშეუხებლობის გარანტი, თავად რუსეთივე ესხმის უკრაინას, ოღონდ სხვა სახელმწიფოებს იმისთვის, რომ ეს გარანტიის მუხლები ამოქმედდეს და ჩაერიონ კონფლიქტში, რუსეთის თანხმობა. ხო, ეს იმაში ეუთოს ანუ აი გაეროს უშიშროების ამაზე ნონსენსი და აბსურდი შეუძლებელია წარმოიდგინო. ანუ ამას როგორ გითხრა რა? ჩაგირთვები ბოდიში. მანდისა რა ქვია, გაეროშია, ხო? ისა უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი უცვლელი წევრი რუსეთი და ყველაფერს ვეტოს ადებს. ყველაფერს ვეტოს ადებს, რაც მას არ აწყობს. რა თქმა უნდა. რა? ხო და აქ კიდევ უფრო უარესი სიტუაცია, თან აქ აშკარად აგრესორი სახელმწიფოა, უნდა რომ გარანტორი იყოს და თან ხმათა უმრავლესობაც კი არა, აუცილებელია ყველა გარანტორის თანხმობა, ანუ რუსეთის პირველ რიგში რა და ეხა აი ესეთ რაღაცას უკრაინის ვერცერთი ხელისუფლება მთავრობა ვერ მოაწევს ხელს, იმიტომ რომ თუ იქამდე მიხვედი რომ ამას ხელს აწერ, ბარემ კაპიტულაციას მოაწერე ხელი, ანუ არავით არის სხვაობა არ არის კაპიტულაციასა და ამას შორის სტამბოლის შეთანხმებას. ანუ ეხა დრო დაუბრუნდეს შენ კითხეს და რა უპასუხო. ტრამპს აქვს დაკადნებული, ანუ დაპირება 24 საათში. ეხლა გადააკეთა რომ 24 საათში არა, შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს. ტრამპი როგორც კი დადგება რეალობის წინაშე რომ უკრაინა თანახმაა მშვიდობაზე, როგორც კი ტრამპი საბოლოოდ დარწმუნდება რომ ერთადერთი ვინც არ არის თანახმა მშვიდობაზე არის ადამიანი, რომელსაც ეს ომი, ეს ყოველად უაზრო და არასაჭირო ომი დაიწყო, ხო, ანუ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი პუტინი, ხო? აი მაშინ უკვე ტრამპი სავარაუდოდ თავისივე ნათქვამია და კელოგის ნათქვამიცაა მისი სპეცწარმომადგენლის რომ ამ შემთხვევაში რაღაც დონალდ ტრამპი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ესე მოიქცე და დონალდ ტრამპი უბრალოდ ერთი მხრივ ხო არის ეგეთი სტაფილოსა და თაფლაკვერის და ჯოხის ხო? პოლიტიკა, ანუ ტრამპი ამ შემთხვევაში თუ მის კეთილ სიტყვას რუსეთი ვერ გაიგებს, ამ შემთხვევაში გადავა სულად საწინააღმდეგო ქმედებაზე, ანუ მის შემთხვევაში უკრაინის გაცილებით მეტი არ აქვს ტრამპი უფრო მკვეთრი იქნება ამ გადაწყვეტილებებში ვიდრე ბაიდენი. აი ეს რაც აქვს ტრამპს, რაც ვერ წაართმევ ამ ღირსებას არის სიმკვეთე. არის ძალიან მკვეთრი და გადაწყვეტილებებს რო იღებს, სწრაფად აღასრულებს ხოლმე, რა. და აი ამ შემთხვევაში ასეთ სიტუაციებში ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე თან მით უმეტეს მაშინ როცა უყურებთ. კი. ხომ არავის კრიტიკა არ მინდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ რითი განსხვავდება ზოგადად ამერიკული და ევროპული პოლიტიკა რა? ამერიკული პოლიტიკა არის უფრო ვაჭრობა. სიტყვაზე იმ გაგებით რომ იქ ერთი იმის რა ქვია შტატის სენატორი მეორე შტატის სენატორთან შეიძლება მივიდეს და რაღაცებზე მოილაპარაკონ სიტყვაზე მე ამას ვიზამ შენ ამას. ევროპული პოლიტიკა არის უფრო კონსენსუსი, ანუ კონსენსუსი გულისხმობს იმას, რომ
იქ ყველა უნდა შეთანხმდეს რაღაცაზე რა და ამერიკაში მით უმეტეს ამერიკა ხო საპრეზიდენტო მმართველობა ითვლება მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა მოდი ასე ვთქვათ ევროკავშირისგან განსხვავებით ხო ევროკავშირის მართლა ერთიანი რაღაც სახელმწიფო თანხმობა ხო მაგას ვიძახი მაგამდე მივიდა ამერიკა უნდა ხო ამერიკა არ დაჭირდება ტრამპს ძალიან ბევრი რაღაც დემოკრატიული ფორმულების გადაუხდა პლუს შენ გაითვალისწინებ რომ ბიუროკრატიული ფორმულების გადაუხდა დემოკრატების პირობებშიც კი როდესაც ბაიდენი იყო ხელისუფლებაში ხო ანუ დემოკრატებიც ხარს უჭერდნენ უკრაინას ხო ანუ სრული თანხმობა ხო ანუ სრული თანხმობა იქნება რა გაიგე ტრამპის თუ იტყვის რომ მოდი მხარი დაუჭიროთ კიდევ უფრო მეტად უკრაინას ხა დემოკრატები აყვებიან ხო დემოკრატები ვერ და არ იტყვიან რომ არა მოდი გავჩერდეთ ხარი არ დაუჭიროთ რა ეგ ცალსახაა ეგ ალბათ კონფიგურაციები ეს ძალიან ზუსტად ალბათ ახლა მარტის დასაწყისისთვის უკვე იქნება იმიტომ რომ ეხლაც მიმდინარეობს რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები ეს ყველაფრიდან ჩანს მათ შორის ეგრეთ წოდებული კონტროლირებადი გაჟონვებიდან რომ როდესაც ხდება ინფორმაციის გაჟონვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ნუ ნახოთ 20 იანვარს არის ოფიციალურად შედის ასე ვთქვათ ტრამპ ოკეი მე რა მაინტერესებს შენ როგორ ხედავ 20 იანვრამდე საქართველოში განვითარებული მოვლენების განვითარებას რა ანუ გულისხმობ ხა საპროტესტო აქციები აქტიური მარშები ვითარდება იქით-აქით რაღაცა ნუ ხელისუფლება დელეგიტიმირებულია ერთადერთი ლეგიტიმირებული ორგანო არის საქართველოს პრეზიდენტი 29 დეკემბერს შეეცდებიან რომ სალომე ზურაბიშვილი დავაზუსტოთ სალომე ზურაბიშვილი სალსახად ხო 29-ში შეეცდებიან ინაუგურაციას და რაღაცა კლოუნადის დადგმას მაგრამ მაინც აი 20 იანვრამდე როგორ ფიქრობ 29 დეკემბრიდან განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან 20 იანვრამდე საქართველოში რა შეიძლება ან რა ხდება ესე რომ ვთქვათ რა ძალიან რთული ისაა განსაზღვრი რაღაცები მოდი ვეცდები გიპასუხო ანუ პირველ რიგში მე თავად პიროვნულად არ მეყვარს რაღაცის გამოცნობები და მკითხაობები. მე უბრალოდ ვიტყვი, ეხლა როგორ ხედავ ამ სიტუაციას. ხო, ანალიზის შედეგად რა გვჭირდება ჩვენ ანუ ხალხს, სამხალხო საზოგადოებას, ქართველებს, როგორც კიდე უწოდოთ ჩვენ თავს იმ ადამიანების ერთობლიობას, რომლებიც აპროტესტებენ წართმეულ არჩევნებს, ძალადობას ხელისუფლების მხრიდან და პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს მიტაცებას რაღაც ერთი კლანის მიერ, მოდი ესე ვთქვათ, პარტიის პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე და თანმიმდევრობა. ანუ ჩვენ შეიძლება გაბრაზება არ გაგვყოს დიდხანს, ზოგადად გაბრაზება არის ემოცია, როგორც სხვა ემოციებიც, ამასაც რაღაც თავისი დროის ფარგლები აქვს. გაბრაზება ეხლა შეიძლება ნელა რაღაც ჩასული იყოს დაბლა, მაგრამ არსად არ წასულა ეს გაბრაზება, რა ის პოტენციალი ისევ იქ აქვს, რაღაც იყო, იმიტომ რომ გაბრაზების მიზეზი არსად წასულა. ხო, მან თქვა ეს შებერვა უნდა სულის ნიმის და ეგა, მინამლებულ ნაკოჩხალზეც კი არ საუბრობთ ამ შემთხვევაში რა, მაგრამ ეხლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის თანმიმდევრობა, ეს არის სხვადასხვანაირი პროტესტი, პროტესტი რომელიც არ ცხრება, ხო? პროტესტი რომელიც ყოველ დღე მიმდინარეობს, ამის შეიძლება სხვადასხვა ფორმები ჰქონდეს, რა სამხალხო საზოგადოების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველა ვარიანტში ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე. ჩვენ უნდა შეგნებული გქონდეს რა იცი, ემოციონალურ დონეზე კი არა, რაციონალურ დონეზე. რომ ჩვენ თუ ეხლა არ გავიღეთ მსხვერპლი აქციებზე სიარული იქნება ეს სტატუსის ჩაწერა იქნება, აი აქ შენთან მოსვლა იქნება და საუბარი ნებისმიერი რა მსხვერპლი ეგაა. ხო არის დროა უბრალოდ შენი დრო რომელიც შეგიძლია გამოყო, მაგრამ შენ თუ ეხლა ამას არ გააკეთებ რა, ჩემი ყველაზე დიდი შიში არის უკავშირდება რომ ჩვეულებრივ დიქტატურები რა ჩვენისთანა ქვეყნებში თუ კი რაღაც საწყისში არ მოხდა გადატეხაში არ გულისხმობ რაღაც ვაიმე ლიკვიდაციას და შემო გადატეხა უბრალოდ მათი უკიფრობის გადატეხა. გაიგე? აი თავხედობის გადატეხა, აი დაუსჯელობის სინდრომის გადატეხა თუ არ მოხდა დასაწყისშივე, მე გაცილებით მეტი მსხვერპლი გიწევს. შენც და შენ შვილსაც. რა? გაიგე? იმიტომ რომ ჰაფეზ ასადი რო დამარცხებულიყო 1992 წელს მის ხელისუფლება ვიღაცას რო გადაეტეხა, უკიფრობა რო გადაეტეხა, მაინც ასადი კი არ უნდა დასულიყო ხელისუფლებიდან სიტყვაზე, მაგრამ აი დაუსჯელობის პრეცედენტი რო შექმნილიყო, მას გულისხმობ, კი. სირიას არ მოუწევდა საშინელი ფასის გადახდა, რომელიც გადაიხდა 2011-დან 2024 წლამდე. რა? ეგე იმიტომ რომ აი ორთქლის გამოშვების მექანიზმი თუ კი არ მუშაობს ქვეყნებში რა,
მე ეს ურთლი გროვდება და რაღაც ვულკანივით ფეთქდება რა. ერთადერთი სახელმწიფო, სადაც მე შემიძლია გითხრა, რომ მართლა წარმატებით შეძლო 1984 წლის შექმნა, 84 წელიც კი არა, ანუ ტელევიზიაც კი არსებობს, არის ჩრდილოეთ კორეა. მაგრამ ჩრდილოეთ კორეა შეიქმნა სრულიად სხვა პირობებში, ანუ სხვა კონტექსტი იყო და 30 წელი როდესაც შენ თავისუფლებაში ხარ და თავისუფალ ადამიანად იზრდები, რაღაც დავით თაობები დაიბადა. ზურაბ ფარჯიანი და რაღაც ასე შემდეგ რა იქ უკვე თუ კი გაბრაზების ეს მიზეზი არსებობს და ამ მიზეზს ხოლმე ემატება, ანუ რეალურად რა მოხდება რა, ჩვენ ხო ამათი მომხრეები არ გავხდებით. პირიქით მათი მომხრეები არის დიდი შანსი, რომ ჩვენკენ გადმოვიდნენ, იმიტომ რომ ზოგს რაღაც ეკონომიკური სახელმწიფოს პრობლემა შეიძლება შეექმნას, ზოგი მიხვდება უბრალოდ რა მათი პროპაგანდა რამდენად ყალბია და ტყუილია, აგერ ხა ეს რუხაძის თემა ხო უცებ გასკდა, რომ ესეთი თავარი პროპაგანდისტული მედიის ნობელის შვილი ხო არის ოფიციალურ ქორწინებაში კი ბესპოსურ კი ბატონო ბესპოსურ ურთიერთობაში ხო და ანუ აი მიხვდებიან რომ თქვა აბსოლუტურ ისინი არიან მულტიფრები კიდევ დავუშვათ 2 წლის მერე მიხვდებიან რა ვერავითარ აფხაზეთს ისინი ვერ აბრუნებენ ანუ ყველა მათი ეს ტყუილი რო ჩამოიშლება რაღაც მომენტში ხო ჩამოიშლება ეს ყველაფერი და ყოველს ნათელი გახდება რა და ანუ შესაბამისად პერსპექტივა რომ აი ამის გადატეხვა აი ეს რაღაც 100 წლიან თუ 50 წლიან 10 წლიან პერსპექტივაშიც კი შეიძლება მე ამას ვერ ვხედავ რა ან ამიტომ არა მე მაგის ღრმად მწამს მეც ღრმად მწამს დავით მეც ღრმად მწამს და მაგაშია საქმე რომ ჩვენ რაციონალურად ჩვენ ხა ჯობია 3 თვე თუ 6 თვე თუ რამდენიც იქნება სანამ ამათი უტიფრობა არ გადაწყდება ხო მან თავარი რა არის ზურა ეხა შეგაწყვეტინებ კი ბატონო მან თავარი არის ის რომ მე და შენ რომ ეგ არც დავიჯეროთ ქართულ ხალხს მგონია გჯერა უკვე და ქართული ხალხი იქნება იგა მნიშვნელოვანი იქნება ქუჩაში იგა მნიშვნელოვანი მე არ მინდა რა მე ხა ერთი ადამიანის ხმა რამდენადაც მიწუდება ბევრ ადამიანს და რამდენადაც ამე შეცვლის ჩემი ერთი ადამიანის ხმა მე მინდა გავაგონო და მე მინდა თქვა ყოველ მნიშვნელოვანი საქმე ალბათ მთელი ამ ხის განმავლობაში ჩემთვის ხა ეს არის რომ ან ჩვენ არ უნდა შევქმნათ და შევქმნათ ჩვენ თავს ჩვენს ირგვლივ მყოფებს ცდარი მოლოდინები რომ რაღაცა ის აი საშინლად არ მომწონდა მართლა ეს გავიმარჯვებთ სახელოვნად რა ანუ არ გვჭირდება ჩვენ ეს ზედმეტი ოპტიმიზმი ჩვენ ოპტიმიზმი გვჭირდება რა თქმა უნდა რა მაგრამ ჩვენ გვჭირდება მიზან დასახვევად ჩვენ ძალიან უნდა გავასწოროთ ფოკუსი რა ხო და ეს გავიმარჯვებთ უფრო პათეტიკურად ჟღერს და მე ხო აი პათეტიკის garaში ჩვენ მოსახლეობამ უნდა იცოდეთ რომ შეიძლება ეს 31 იანვრამდე კი 31 დეკემბრამდე ეს არ გადაწყდეს მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ იქამდე სამ არ გადაწყდება იმიტომ რომ თუ ჩვენ და ესეც უნდა გავაცნობიეროთ რომ თუ ჩვენ იქ არ ვიდექით რა და თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ ანუ ეს ჩვენი რაციონალური ინტერესია იქ დგომა არა ემოციური ინტერესი არა იმიტომ უნდა ვიდგეთ რომ ახლა გავბრაზდით და გაბრაზებამ შეიძლება გადაგვიაროთ არა ეს ჩვენი ინტერესია იმიტომ რომ მაინც მოგვიწევს და გაცილებით ცუდ პირობებში და გაცილებით მაღალი ფასს გადაგამოწევს მაგის შემილია თქმა რომ აი სიტყვაზე ხა იმ დღეს მსჯელობდით მე და ჩემი მეგობარი აპრილის 99 წლის აპრილის მოვლენებს. 99 წლის აპრილის მოვლენები რა იყო? რეალურად იყო პროტესტი. 9 აპრილს იყო ძალიან სასტიკი დარბევა, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი გმირი შეეწირა, მაგრამ ეს იყო ერთდღიანი პროცესი. ერთი დღე იყო და მორჩა. ერთადერთი იქამდე აღარ ჩავალე ხა აქ, მაგრამ საუბარი არის იმაზე, რომ ეს მოვლენები, ეს დარბევები რომელიც ამ პერიოდში განვითარდა, არ იყო ერთდღიანი, იყო 8-9 დღიანი აბსოლუტური ტერორი საკუთარი ხალხის მიმართ. იმ პერიოდში რომ ეს მომხდარიყო, არ მინდა უბრალოდ ამ ანალიზში ჩავიდე, თორე შეიძლება ბევრად უფრო მეტი მსხვერპლი მოყოლოდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ტექნიკა არის განვითარებული, მინიმუმ იმის თქვა შეგვიძლია, რომ ერთმანეთს შეგვიძლია მივწეროთ ნებისმიერ მომენტში, რომ ალყას გარტყამენ და შენ უნდა ყველა შესაძლო გზიდან გაიქცი. მაშინ რომ ეს ტექნიკა ყოფილიყო, ნუ არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ეს რომ მაშინ ყოფილიყო, შეიძლება ბევრად უფრო მეტი გარდაცვლილი ადამიანი ყოფილიყო. მე მინდა იმის თქმა, რომ ქართულმა ოცნებამ რეალურად ჩვენ შემოგთავაზა ისეთი რაღაცა, რომელიც აქამდე საქართველოს ისტორიაში შეიძლება არც ყოფილა საკუთარი ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ეს გავიარეთ. გავიარეთ ისე, რომ არ შეგვშინებია და ჩვენ ვდგავართ ისე რუსთაველზე და ვდგავართ ერთი მიზნისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. და
იმ აპრილის მოვლენებსაც კი მოყვა ის, რომ ჩატარდა სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა საბჭოთა კავშირის დროს. უზენაესი იმის რა ქვია, საბჭოს არჩევნები, ისა რა ქვია, როდესაც მრავალპარტიული არჩევნები დაუშვეს პირველად. ხო, შენ მაყურებლისთვის ვამბობ თორე. ცი რაღაცა მინდა თქვა შენის ნებართვით, ანუ კი ბატონო. ერთი პრობლემა კიდე რაც აქვს ქართულ ოცნებას, ანუ გარდა ჩვენი საზოგადოების სიმტკიცისა და თანამდებობისა, ამათ პრობლემა რაშია? ლეგიტიმაციას მინდა შევხვი, ლეგიტიმაციის მომენტი რა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამათ არ აქვს შიდა ლეგიტიმაცია. ანუ მოსახლეობის შიდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. შიდა ბევრად მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. ხო, ეხლა იმხამ ალიევის მხრიდან ლეგიტიმაცია, რაც უნდა შენ ვთქვათ აფასებდე ან არ აფასებდე იმხამის აზრს, ხო, ეგ ბევრს არაფერს არ ნიშნავს რა. გარე ლეგიტიმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა ლეგიტიმაციას. თუ კი შენ შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს და ეყრდნობ ხოლმე ძალას რა, ნუ ხშირად მოვიყვანო უკვე ეს მაგალითი, მაგრამ 90-იანებში სვანეთში ყაჩაღობა იყო ძალიან გავრცელებული და ყაჩაღობაც ეყარებოდა მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს რა, ძალას. ანუ ავტომატს ემყარებოდა და რავი, გარკვეული ხანი ფუნქციონირებდა და აქ პრობლემა რაშია? უბრალოდ ხელისუფლება და სახელმწიფო ესე ვერ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ 200 ადამიანი რომელსაც აღმოაჩნდება მათზე დიდი ძალა იგივე ლეგიტიმაციით სარგებლობს, ხო, რა გამოდის? ანუ რატო იყო თქვათ ჯაბა იოსელიანი სახელმწიფო გადატრიალების ავტორი? იმიტომ კიტოვანი და შემდეგ რომ ზვიად იყო კანონიერად არჩეული ხელისუფალი და ესენი არ არიან კანონიერად არჩეული, ესენი არჩეული რაც არიან. პლუს ან შესაბამისად რა გამოდის? ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ესე ნიშნავენ თანამდებობის ადგილას, გამოდის ასევე არალეგიტიმური. ხო, შენ შეგიძლია გადაიხადო ჯარიმები და გადასახადები, როგორც ჩვეულებრივ ყაჩაღსაც გადაუხდი ჯარიმას და გადასახადს, ხო, იმიტომ რომ რაღაც ან მეტ ჯარიმას დაგაკისრებს, ან სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეეხება შენსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ყაჩაღი ამით ლეგიტიმური არ ხდება, ლეგიტიმაციას არ იცავს, რა. და შესაბამისად, კიდე რაღაცა უცნაურ სულ მსჯელობას წავაწყდი, პირველ არხზე და გადაცემის წამყვანი რადგანაც ლეგიტიმაციას, აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას უკავშირდებოდა იმას, გამოვიდოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან. არ არის შენობებში ლეგიტიმაცია. ანუ 88 ადამიანი რომ პარლამენტში ზის და პარლამენტის დაცვაზე მეტი ლეგიტიმაცია არ აქვს, ამას თუ ვერ ხვდებიან, მაგრამ ხვდებიან უკვე. ეგეცა პრობლემა. არა, როგორ არ ხვდებიან, მაგრამ იცოდნენ მანამდე. აი ამას ვერაფერს ვერ შემოვარჯერდებ. ლეგიტიმაცია ზოგადად ესე იშლებათ ხოლმე ყველაზე ხშირად, ლეგიტიმაცია და ლეგალურობა არის აბსოლუტურად განსხვავებული ცნებები. გარდა იმისა, რომ ესენი არც ლეგალურები არ არიან, იქიდან დავიწყოთ. კი, მაგრამ ლეგიტიმაცია მაინც. ხო, უყურე, შეიძლება არ იყოს ლეგალური, მაგრამ იყოს ლეგიტიმური. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ შეიძლება ლეგალური არ იყო 92-95 წლის პარლამენტი და შევარდნაძის ხელისუფლება, მაგრამ შეიქმნა შევარდნაძემ ის ლეგიტიმაცია, რომ ემართა ქვეყანა. კი, შემდგომში შეიქმნა. რაც ზვიადი გაიქცა, ხო, შემდგომში რა თქმა უნდა. ამათ ეგ პერსპექტივაც რო არ აქვს, მაგას თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში. მე მინდა უბრალოდ ლეგალურობასა და ლეგიტიმაციას შორის გავავლო პარალელი. ლეგალურობა არის მიყვე რაღაცა კანონებს რა, ანუ სიტყვაზე ორბელიანის სასახლეში იჯდები თუ არა, შეიძლება ლეგალური იყო პრეზიდენტი ან ლეგალური არ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილი მაინც ვერ გახდება ლეგალური იმ შემთხვევაშიც, რომ ორბელიანის სასახლეში დაჯდეს. ხო, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არის სუფთა ფსიქოლოგიური მოვლენა, სუფთა ფსიქოლოგიური მოვლენა და ლეგიტიმაცია გულისხმობს იმას, რომ ხალხი როგორ ფიქრობს ამ შემთხვევაში შენზე. ანუ თუ სიტყვაზე საქართველოს მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ შენ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, შენ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი და მორჩა. ხო, მაგრამ ამას ემატება ყველა ის კიცებულება, რომელსაც თავისთავად ჩვენ ხალხი საიდან არჩევნების დროს, ხო, საიდან იქნება ყოფილი. ამიდან გამჭვირვალე ბიულეტენები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური ხელისუფალი პირველ რიგში, იმიტომ რომ ხალხის განწყობაა ესეთი და უკვე შეგვიძლია ჩავიდოთ ლეგალურობაზე, მაგრამ განწყობას უკან დგას ის, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს, როგორც ამათ ჩაატარეს არჩევნები. ანუ კი. ეგ არის ამათ ძირითადი პრობლემა, გამჭვირვალე კონვერტები, რომ ძალიან კარგად ჩანდა იქ 41 ხაზავდით თუ არა, ეს ტიპები რომ ატარეს რაღაც მარშრუტებით და ასე შემდეგ. ფაქტად გვაქვს ის, რომ ერთ ამიტომ არ არის ეს, ხო, ამიტომ არ არის ეს არჩევნები აღიარებული ზუსტად ამ მომენტის
თვის მოდი ერთი იმასაც შევეხოთ. უმეტესობის მიერ ჩვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორებიდან, ჩვენი მართლა მეგობრებიდან და ანუ აი ამ პრობლემას ერთია ის ზუსტად რაც ხდები ამათ ქმედებებით, აცნობიერებენ. ცდილობენ რაღაცნაირად ვითამაშონ ისე. რატო ითხოვს იზაკი კოხიძე შოთარვალდესთან შეხვედრას? როდესმე ითხოვდა. ლეგიტიმაციის მოპოვება უნდა. ხო, ეს მომენტია რა, შოთა პოპულარული ტიპია და შოთა თუ მე როგორც პრემიერ-მინისტრი ხდება, თან დადებითად პოპულარული ტიპია. ხო, დადებითად პოპულარულია, ხო, უარყოფით და პოპულარულებით არსებობენ კი რა თქმა უნდა. ხო, ეხლა უყურე. აი, მოდი მოკლედ თქვათ ისიც, ეხლა აი ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ბელარუსში იყო რამდენიმე თვიანია 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა. ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი, სადაც მოხდა მაიდანი და ხა ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომ ანტიმაიდანი ჯგუფი შეიქმნა. ხო, კურიოზია, მაგრამ თავ ვახსენოთ უბრალოდ. უკრაინა გვაქვს, ბელარუსი გვაქვს და ასეთი მაგალითები, ნუ ვენესუელა, მადურო თუნდაც რა. მე ყოველთვის ვიძახი, რომ არც ბელარუსი, არც უკრაინა და არც ვენესუელა არ იქნება კორექტული კი არა, ლოგიკური მაგალითი საქართველოსთან მიმართებაში. იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გავსხოვდებით კულტურულად ამ ხალხისგან, თუნდაც უკრაინელებისგან, რომლებიც შეიძლება ამ ხალხთან შედარებით ყველაზე მეტად არიან ჩვენთან ახლოს, თავისუფლების სიყვარულის მხრივ. ნუ ეხლა არ გვინდა ჩვენ საბჭოთა კავშირში როგორ ცხოვრობდით იმის მიმოხილვა, ჩვენ საბჭოთა კავშირშიც ალბათ ყველაზე მეტად თავისუფლები ვიყავით, რაღაცა გაგებით, მაგრამ მაინც. მე მინდა უბრალოდ იმის თქმა, რომ აი შე როგორ ფიქრობ, რომ გავუქარწყლოთ ის შიშები თუ იმედები თუ რაღაცეები ადამიანებს. უკრაინა, ბელარუსი, ვენესუელა და ესეთი ქვეყნები რამდენად შეიძლება გამოდგეს მსჯელობისას პარალელად საქართველოსთან მიმართებაში. მოდი მაშინ საიდან გამოვიდეთ რა, რაღაც შუალედურია ჩემი აზრი, რასაც შენ ამბობ იმასთან მიმართებაში. ანუ ჯერ და ადამიანური საზოგადოების ქცევი მაინც მეტნაკლებად ერთნაირია ყველგან, ხო? მაგრამ ბუნებრივი არსებობს გარკვეული კულტურული, გეოგრაფიული და შემდეგ თავისებურებები. ამაშორ გეოგრაფიაც ძალიან დიდ დაღს აჩენს ხოლმე ამ კულტურულ ენობრივ და შემდეგ სხვაობას, ხო? ანუ რაღაც წესებია, რომლებიც ყველა საზოგადოებაზე ვრცელდება, მაგრამ მაინც ახლა ვერასოდეს ვერ იტყვი, რომ რა კი უკრაინაში ისე მოხდა, მაინც და მაინც ისე მოხდება ბელარუსში, არ და ხო მონათესავე ხალხებია, ხო მეტნაკლებად ბუნებრივია. ან ახლა იგივე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა რო ავიღოთ, დღეს უკვე ორი აბსოლუტურად სხვა საზოგადოება, ანუ ესენი არიან კორეელები, საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე ლაპარაკობენ. არა, ერთ ენაზეც არა, კორეის სამეფოები იყო, ერთიანი ისტორია აქვს, დაძაბულობა, ძალიან დიდი ხანიც არა, რასტანიშავნენ. მაგრამ ხო, ისტორიის პერსპექტივაშიც დიდი ხანიც არა, 1911-ში, თუ ვარ თუ ეს იყო. 11-ი. ხო, მაგრამ უკვე ორი სხვა ხალხია. ანუ იქ აბსოლუტურად დამონებული ტიპები ყავს და აქეთ, რავი, აქეთ რო Samsung-ს ქმნიან, იქ ინტერნეტი ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა, ხო? ანუ შესაბამისად ყოველთვის იქნება რაღაც ადგილობრივი თავისებურებები, ყოველთვის არის ისტორიაში, ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში და ქვეყანების ისტორიაში შემთხვევითობად ძალიან დიდ როლს თამაშობს, ანუ მე ძალიან მიყვარს იმ მაგალითს მოყვანა, რომ ლიბიაში კადაფის რეჟიმი დაემხო რატო? ტუნისში თევზის თუ ბოსტნეულის გამყიდველმა თავი დაიწვა, ანუ აი სად ტუნისი და სად ლიბია ერთი შეხედვით, ხო? ანუ შემთხვევითობაც დიდ როლს თამაშობს რა. მაგრამ რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, ანუ იცი რა არის, რომ აი როდესაც საუბრობდი გაბრაზების მიზეზზე და ეს მიზეზი რომ უნდა წავიდეს რა, ეს რევოლუციები და მაინდანი და ეგეთი რაღაცეები რა, რაც არავის არ უნდა რა, ანუ რევოლუცია თუ კი ეს ხავერდოვანი და მშვიდობიანი არ არის, თუ კი ძალადობრივია, ხო? ანუ რევოლუცია სიტუაციის ამოტრიალებას ნიშნავს ძალიან ხშირად რა და ან სამი გამოთქმაც არსებობს, რომ რევოლუცია თავის შვილებს ჭამს, ხო? და რევოლუცია გააჩნია რამდენი ხანი მიმდინარეობს, რამდენად ძალადობრივი პროცესია, მაგრამ რაც უფრო ესე ვთქვათ, ძალადობრივია რეჟიმი, მით უფრო დიდია მე რევოლუციური ძალადობაც.
გაიგე? რევანში უფრო ხო, რევანში, მე უკვე რევანში ახლა სირიიდან კადრებს თუ უყურებთ, მარტო რაღაც ნადვიშის ანთების კადრები არ არის, ხო, იყო რაღაც ძალადობრივი გასტროლების კადრებიც, ხო, ჩაქოლა და ასე შემდეგ რა და ანუ შესაბამისად ეს რევოლუციური სცენარები მაიდან ხო ვარის კადრები არსებობს. არა მე ხო, მაგრამ უყურე რაშია საქმე აი ეს ძალადობრივი სცენარების განვითარება, ხო, როდესაც ქვეყანა აქამდე მიდის, ეგ მეშოვანია სიტყვა მიდის, მიიყვანო ქვეყანა აქამდე, ეგ ხელისუფლება. ხელისუფლების ისა ესე ვთქვათ ბრალი ყოველთვის რომ რევოლუციამდე მიდის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხი რას ფიქრობს. როდესაც ხელისუფლება ხალხს ეკიდება როგორც რაღაცა, არ ვიცი, აი იარნიყებს, აწებებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეიძლება კრიტიკა გამოთქვა, რომ აი გზა არის ცუდ მდგომარეობაში. მე რო ეხლა კრიტიკას გამოვთქვა, რომ სვანეთში გზა არ გაკეთებულა და არის ცუდ მდგომარეობაში, იმ მომენტში მე საერთოდ შეიძლება არაა ჩემი ინტერესი ხელისუფლების კრიტიკა, ჩემი ინტერესი არის ის გზა გაკეთდეს. იმიტომ რომ სოციალური მე არ მინდა ღამე იქ არის მონაკვეთები, სადაც ღამე შეიძლება ძალიან თავისუფლად გადავარდე. ხო, არის. მე არ მინდა არც მე გადავარდე, არც არავინ გადავარდეს. ხო? გაიგე? მე არ მინდა რომ განმეორდეს შოუის ტრაგედია. მე არ მინდა რომ საქართველოს არ ჰყავდეს ვერტფრენი, რომელსაც არ შეუძლია ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილება ხალხის გადაჭრა, ან პირიქით გუდაურის ტრაგედია რომ მოხდა, როდესაც ვერტფრენი ჩავარდა და ადამიანები დაუყარდა. ანუ სამაშველო ოპერაცია გადაიქცა ტრაგედიად. მე ეს არ მინდა პირველ რიგში რა. გაიგე? მე შეიძლება უკვე არ მინდოდეს რომ ხელისუფლებაში ეს ტიპები არ იყვნენ, მაგრამ კრიტიკის გამო, უკმაყოფილების გამო, ხალხისთვის იარნიყების მიწებება, ამ ხალხის უკმაყოფილების არ გათვალისწინება, ამ ხალხის ფეხებზე დაკიდება, ხო, ამ ხალხის იგნორი, ამ ხალხის დაცინვა, იქ მოდი ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდეს და რაღაც ირონია და ცინიზმი, ხო, შენი საკუთარი მოსახლეობის მიმართ აუცილებლად წარმოშობს აი ესეთ შედეგებს. მე რომელიც აუცილებლად სრულდება რაღაც გადატრიალებებით, რევოლუციებით და ასე შემდეგ, რა. და მე ბუნებრივია ჩემი სურვილია რომ ამიტომ მინდა რომ ვიდგეთ ახლა მტკიცედ რომ მივაღწიოთ ამ ცვლილებებს მტკიცებულობით თან მიმდევრულობით და მშვიდობიანად. კი ბატონო. კი, არა მე მესმის და აბსოლუტურად გეთანხმები და მე ღრმად მწამს იმისიც რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ. ნუ მე ჩემი პოზიციაც რომ დავაფიქსირო უბრალოდ ანუ გარდა იმისა რაც აღნიშნეთ ახლა ამ საუბარში ზურა რეალურად ბელარუსიც, ვენესუელაც, ვენესუელა ახლა სამხრეთ ამერიკაშია, მით უმეტეს სამხრეთ ამერიკის კულტურული მდგომარეობა და იქ ხალხის ფსიქოლოგიური და კულტურული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება საქართველოსგან, მაგრამ აი სიტყვაზე ახლოს რო ავიღოთ, გინდა უკრაინა, გინდა ბელარუსი, რატო განსხვავდება ხოლმე საქართველოსგან, აი ამას არა თუ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ჩემი ღრმა რწმენით ვერ ხვდებენ ვერც ოპოზიციის მხარდამჭერებიც რა. და ამაში გულისხმობ იმას, რომ აი ბელარუსი ადამიანი მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, კაცო, ბელარუსშიც არის ძალიან და არის თუ როგორ არ არის კაცო, არის ძალიან 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა ხო აქციებზე. თავისუფლების მოყვარული ადამიანი, მაგრამ ნუ ქართველი ადამიანი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში იმით განსხვავდება, რომ ბელარუსი ადამიანისგან განსხვავებით რაღაცა მომენტში არ ადგება და არ წავა სახლში რა. აქ ძალიან ბევრი ადამიანია რომელსაც ბავშვობიდან იმას უნერგავდნენ და არა მარტო ბავშვობიდან იმის მამასაც, ვინც ამას უნერგავდა, ან იმის დედასაც, ან იმის მასწავლებელსაც, იმას უნერგავდნენ, რომ სამშობლო არის ის ერთადერთი რაღაცა, რომელიც უნდა, ანუ არ შეიძლება სამშობლოს დაკარგვა და ამის მერეა ყველაფერი სხვა. ამიტომ მე ნაკლებად მგონია ის, რომ აი როგორც ბელარუსში ჩაცხრა, ან როგორც უკრაინაში მოხდა, ახლა უკრაინას რო შევადაროთ სიტყვაზე მაიდანის პროცესებს, ახლა ან გინდა ევროპულ პროტესტს რო შევადაროთ. ევროპული პროტესტი როგორია? ევროპული პროტესტი არის, რომ ჩვენ ვხედავთ საფრანგეთში გინდა მანქანებს წვავენ, რაღაცა მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან მაღაზიებს, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ იყვნენ კავშირში სახელმწიფო ძალებთან, ხო? საქართველოში ჩვენ ჩემი ღრმა რწმენით იმ სამოქალაქო საზოგადოებას მივაღწიეთ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავჭრათ მშვიდობიანად, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია არც ერთი ინციდენტი რომელიც შეიძლება ძალადობრივად ჩათვლილიყო. ანუ არ გქონია არანაირი ინციდენტი,
ის შეიძლება ეხა ვიღაცა გამოვიდეს და თქვას რომ სალომე ზურაბიშვილი იყო პირველი ადამიანი რომელმაც რუსთაველი გადაწვა აღმახმად ხანის მერეო მაგრამ ნუ ჩვენ ვიცით ეს რომელ არხზე გადის და რა მიზანს ისახავს ეს განცხადება რა ხო და რაც არ უნდა თქვან იმათმა ჩვენ არ გქონია არც ერთი ინციდენტი რომელიც შეიძლება ძალადრობებად ჩაითვალოს ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ერთი ანუ ჩვენ ვართ ბევრად უფრო ძალიან ცუდად მინდა ეს გამომივა ალბათ მაგრამ ვიტყვი რომ დემოკრატიული განვითარებით მე ღრმად მწამს რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება მივიდა იმ წერტილამდე რომ ჩვენ ბევრად წინა ვართ ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყნის საზოგადოება და ასევე ჩვენ უკრაინისგან განსხვავდებით იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი ალბათ ბევრად უფრო სხვა კონტექსტში განიხილავდა 2014 წლის მოვლენებს ვიდრე ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ მოვლენებს ამის თქმა მინდოდა მე და პატარა შეჯამების სახით ჩვენს რო დააფიქსირო ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი და მე შეგვიძლია მე მხოლოდ ერთს ვიტყოდი რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი საზოგადოება ხო ყოველთვის გამოდიოდა და ყოველმე დღეს აპროტესტებდა უსამართლობას ჩაგვრას და ხელისუფლების უზურპაციას რა ანუ ავტოკრატიისკენ სვლას აპროტესტებდა და არ დიდი იმედი მაქვს საფუძველიც მაქვს ვიფიქრო რომ ამჯერადაც ჩვენ შევძლებთ ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებას იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს და სუვერენიტეტის და შემდეგ ეს ცნებები რომელსაც ისევ და ისევ ძალიან ყალბად იყენებენ ხო ეგ არ არის სათამაშო ცნებები რა და ეგ არის ზუსტად სუვერენიტეტი რომ შენი ქვეყანა არ ჩააგდო რაღაც კონკრეტული რავი 100 თუ 200 ადამიანის ხელში და ისევ და ისევ იმედს ვიტოვებ რომ ჩვენ ამჯერადად შევძლებთ ამას უბრალოდ დავსწრებ თხილი ოპტიმიზმით სიმტკიცით და თანმიმდევრობით რა კი ბატონო მე მან შემიძლია ვთქვა რომ ბევრად უფრო საშიშ ბანდ ფორმირებასთან მქონია საქმე ბევრად უფრო შეიარაღებულთან რომელსაც ერქვა მხედრიონი ხო ჩვენ ამათ იმასაც ნუ ისე დავაკნინებთ არა არ ვაკნინებ არანაირად არ ვაკნინებ ხო მაგრამ გაცილებით რთული პერიოდები გამოგვიყვება შავი ფურცლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კი ჩვენ შევძელით რომ იქიდანაც კი გამოვსულიყავით ისე რომ მეტნაკლებად რა თქმა უნდა ხა არა იდეალურად მაგრამ მეტნაკლებად დაგვესრულებია კარგი ზურა ეს იყოს შეჯამება მაშინ იმედი მაქვს რომ მომავალში კიდევ მოგვიწევს ამ ფორმატში იქნება თუ სხვა ფორმატში ერთმანეთთან ხალხთან პირველ რიგში გასაუბრება მე გემშვიდობებით მეგობრებო და ძალიან მალე შეგხვდებით ახალი პოდკასტით და ახალი სტუმარით